აუ რატი გამარჯობა გაგიმარჯოს მათე დღეს რაღაც დარბაისლური მოსალმება იყო ახლა ეთქობა რაღაც ისეთი აი მოდი ამ ჭიქით ხლა მარცხენაში არა მარჯვენაში დავიჭერთ ზამი მიდი აბა კენდაცო აუპ ასე იგი ძვირფასო რა ტატუი ეხლა ჩვენ რასთან გვაქვს საქმე დღეს ბევრ მოვლენასთან მე ვიტყოდი ზოგადადაც და კონკრეტულადაც ჯერ ჩვენი ამბებით დავიწყოთ ხო ესე იგი გური სულთანიშვილი, გურამ სულთანოვი, როგორც აღმოჩნდა წინა ეპიზოდში, რომ მას ნამდვილად ჰქვიან. იმის მაგივრად რომ მოსულიყო აქ კაცივით, თუმცა ნუ კაცი იგი არ არის. ალგადა დედიკო შალვას შესჩივლა რომ აი აგერი ჩემზე გადავახვინო და ამათ ვიღაცა პოზიტივის ტიპი აიყვანეს. ალბათ მემონტაჟე რაღაცა და აყურებინეს და პლუს ალბათ ჟურნალისტიც ერთი ხა მემონტაჟემ რა იცის რე დაჭერას აყურებინეს ხამებს და რვავეს თუ ცხრავეს და ყველას აყურებინეს და იქიდან ამოაჭრევინეს ჩვენი კონტროვერსიული განცხადებები მაგალითად მე ამას ამერებს იმდენი ხანია ვამბობ და მართლა რომ ჯერა კონტროვერსიული ესეთი ერთი იყო კონტექსტიდან ამოჭრილი ეს კახეთის ამბავი სადაც მანამდე ვამბობთ რომ ვიღაც რუსმა რაღაც ერეკლე მეორე შეაგინა და ლევან ბერძენიშვილს ლევან ბერძენიშვილს აკეთებდნენ ხო ლევან ბერძენიშვილს რო აგინეს რუსებს რატო არ აგინებენ მაგის გამო ერთი ეგ იყო მეორე ის რომ ქართველი ხალხმა დიდი მზღნელი ჭამა ქართული ოცნება რომ მოიყვანა ამით და კოლექტიურ პასუხისმგებლობას უნდა ეზიარებდეს მესამე რა ნუ ბევრი დაახლოებით მასეთი რაღაცები იყო რომ აი ჩათვალეს რომ რაღაც ახლა ამათ ჩვენ მოუგროვებთ ისეთ მომენტებს სადაც ის რა ქვია ხო ქართველებზე გასუდ რაღაცებს ამბობენ არა და ვინც პოდკასტს უყურებს მიხვდება რომ გასაგებია რომ იქ ყველა და ყველაფერი არ იგულისხმება და ზოგადად კონტექსტი ძალიან მაგარი რაღაცა არის კი ცალსახად მაგრამ მანდ რა არის ხა ჩვენ ისეთ რაღაცას არ ვამბობთ რომელიც ჩვენ ისეთ ხალხის თვალში გაგვაფუჭებს, რომელიც პოტენციურად ჩვენ მხარეზე არ არის. კი ბატონო. და ისეთ რაღაცებს ვამბობთ, რომელიც გამწარებს ქოცებს. ანუ რაც ასევე მაწყობს. კი ბატონო. ანუ საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ და გურამიკო სულთანიშვილოვმა დედიკო შალვას შესტირა, ამათ ადამიანური კაპიტალი და რესურსები დახარჯეს იმისთვის, რომ ეს რა ვიცი 9 საათი ხო გამოდის მინიმუმ. ჩვენ ფული ვიშოვეთ. ხო, ანუ watch time-ის შაგვერის ხა კი ბატონო. რა ქვია მაგას ეს დახარჯეს დააჭრევინეს მერე ანუ ეს ხო არის ხონდა ეყურები ამოწერა კახელებზე რაღაცა თქვა 53 წუთი და 5 წამი მერე მინიმუმ 2 ადამიანი მუშაობდა წარმოიდგინე მინიმუმ მერე თავი გადმოწერეს ესენი YouTube-დან მერე დააჭრეს და მერე ატვირთეს ჯერ რაღაცა ერთ გვერდზე, რა ერქვა? აკაცუკებზე. არა. აბა, პოლიტიკანებზე ატვირთეს. იქ მე მგონი არ გაუშვა Facebook-მა, არ დაასპონსორებინა და მე ატვირთეს აკაცუკებზე და იქ დაასპონსორებინა Facebook-მა. არ ვკარჩ ფული დახარჯეს იმაში, რომ ჩვენ რო ამწარებთ ხოცებამდე მიეტანათ ეს ინფორმაცია, რაც ჩვენით არ მიდიოდა და მადლობა გურამი კიდევ ერთხელ მინდა გავუსწრებო. განსაკუთრებით იმ მემონტაჟის რომელმაც ეს ყველაფერი დაიძრა და მადლობა რომ გვიყურებ. ვიცი რომ ახლა ამ გადაცემასაც უყურებ, ამიტომ მემონტაჟი აქ ყველაზე უდანაშაულო არის მართლა. არა, მე კი არ ვადანაშაულობ, უბრალოდ ის ჩვენი ფანია რეალურად. მე დარწმუნებული ვარ. უკვე კი. რომ გადაცემას უყურა ახლა და მაგ დიდი მინიმუმ სტოკჰოლმის სინდრომის ხარისზე ჩვენი ფანი იქნება, კი ბატონო. ხო, არა, ეს საოცრება გააკეთეს და მოკლედ ანუ მადლობა რა და სასახად მადლობა კი. აქ რა არის? ამათ ეგონათ რომ ჩვენ რო აი ამებს გავიკეთებდნენ რომ აი თქვენზე აი 60 წლის ქოც რომელსაც შვილი აღარ ყავს ან არ წყოლია იმას ვანახეთ შენ როგორ ამბობ რომ შვილი არ ყავს და გაჩერდებიან ეხლა. ანუ ამათ მართლა გონიათ. ანუ ჯერსერთის აკაცუკი რა არის არ ვიცი. მე ამერიკაში ვიყავი იქ deep state-ურ საქმიანობას ვაკეთებდი, როდესაც ქოცებმა ეს ტერმინი აითვისეს და გეტყვი რა არის ლორი მესრო. ლორი მაგის არის რომ ვიღაც იყო აქციაზე გამოსული, რომელმაც რაღაც ნარუტოს მით რა ქვია ტერმინოლოგიით ახსნა რაღაც ბრძოლა რომ ჩვენ ვართ რაღაც ჩვენსკენ არის აკაცუკის კლანი და ჩვენს თუ რაღაც ეგეთი არ ვიცი მოკლედ ანუ
ნარუტოდან ამომავალი არის ეს. ხო, ნარუტოდან მოდის ეს. ნარუტო რაღაც ჩვენსკენ არის გონდორი და ჩვენსკენ არ რაღაც იმებს იძახდა რა ფენტეზის და ანიმეს რაღაც პერსონაჟებს, რომლებიც დადებითი ხო პერსონაჟები არიან რაღაც რა ვიცი მე კულტურაში ასე ვთქვათ. და რაღაც ჩვენ ბეტმენები ვართ და რაღაც ეგეთებს ლაპარაკობდა რა მოგლიც ისულებს რა და მაქედან გაჩნდა მე აკაცუკები საბოლოო. ესე შეგვთითხნეს ეს საოცრება არის. ნეტა რამდენი ხანი იქნება ახლა ეს აქ? არ ვიცი. ნახვამდის. ხო. ანუ აკაცუკები არის ნარუტოდან ამომავალი ვიღაცა Reddit Soyoma ეს თქვა რომ ჩვენ აკაცუკები გვიჭერენ მხარს, აკაცუკი არის ჩვენთანო და ალბათ გადაწყვიტეს რომ ყველა ესენი ეგეთი. რაც არის ზოგადად მოდი ვთქვათ იმის პრობლემა რომ ახლა ნებისმიერი ადამიანი რომ გამოდის აქციებზე და ლაპარაკობს იქ რაღაცებს, ხო, ანუ ვიღაცა ზოგადად ფაქტი არის რომ ყველას ლაპარაკის უფლება არ უნდა გქონდეს. იცი რა ზოგადად ანუ როცა მინიმუმ იქ მდგომი რაღაც 10-20,000 ადამიანის სახელით ლაპარაკობ, ხო? რაღაც ისეთი უნდა თქვა, რაც რა ვიცი მე გასაგები იქნება. მინიმუმ 10,000-მა იცის რა არის. ხო, გასაგები იქნება 20,000-ისთვის, ხო? ეს ცოტა დიდ პრობლემას ეხება, რომელსაც მე ვილაპარაკებ, ხო, რომ ანუ შენი ბაბლიდან გამომდინარე არ უნდა უყურო იმას, როგორ ელაპარაკები ხალხს, ხო? ეგრე ვერავის ვერ დაარწმუნებ, პირიქით სასაცილო რაღაც გახდება რა საბოლოო ჯამში. მაგრამ ისა არსებობს მეორე ტერმინიც, რომელიც ასევე შეიქმნა იმის დროს, რა ქვია აი ახლა ყოფილმა ფეხბურთელმა რო ჯერ ეს რა ქვია იმუქრებოდა რომ ახლა აქციაზე მივალ და ამათ უცემდა აბა რისი თავი გქთ ბიჭო და რომ მივიდა და რომ პიზდეს იქ და მე რო უჩივლა რა იმ ხალხს მაგისო და შეიქმნა ესეთი ტერმინი რომელიც არის კუტუცუკი და ამ ადამიანს ეძახდნენ კუტუცუკს ხო იმიტომ რომ ის მართლაც არის კუტუცუკი მე ვიტყოდი იმის გამო რომ არა იმიტომ რომ მაგალითად ის რა ქვია ნახე თვითონ თავისი იმიდან რა ქვია მორალური პრიზმიდან რო შეხედო ამ ყველაფერს ანუ ჩააბოზა ხალხი ხო ნასეტკა ხო და ხა ნასეტკობა ყლეობა ყველა ვარიანტში დედაზე მიდის ასე ხა აწი ჩვენ დაგხვდება მე ჩვენ ვცემთ და მე შეგვიჩილებს ხო და ნუ ახლა მე მგონი რომ დამსახურებული სახელი აქვს მაგაზე ზოგადად უკვე ანუ მაგ ხალხშიც გაუფრთხილდათ სახელი რა ანუ ეს აღარ არის ის რომ მაგალითად 2015 წელს იძახდი რომ ეხლა მე კაცური კაცი ვარ და იმათ რა ქვია სისხლიანი ნაცების მხარეს არ დგავარ ანუ აღარავინ აღარ დგას მაგათ მხარეს ეგ ხალხიც აღარ დგას ვინც ისინი არიან რაღაცა ქურდები არიან და რაღაც იმიტომ რომ მაგ მორალშიც აღარ ჯდება უკვე ეს ყველა არაფერში აღარ ქოცი ვინ არის უბნიშპანა არის დარჩენილი ქოცი და მანონი დეიდა კი ბატონო და ეს არა ქვია იმზარი ბიძია so ეგ არის so ხო აი ვინმე ერთხელ გავუსვით ხაზე რა ვინმე იმას ახალგაზრდა ქოცი რომელიც ვიღაცის შვილი არ არის არსებობს არ არსებობს ახალგაზრდა ნაცები იცოცხლე ხო ახალგაზრდა ქოცები ხარეს დგას ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი мотиваცია ქოცობის მაგათი ეგრეთ ის არის ხელფასიან რაღაც ის რა მაქედან რაღაც პრივილეგიის მიიღებდა ხო ანუ იდეოლოგიური ქოცი რასაც წინაზე ვამბობდი იდეაში რა იდეოლოგიური ქოცი არ არსებობს ხო რა თქმა უნდა ანუ ქოცი ქოცობისთვის არ გაწირავს თავს ნაცი ნაცობისთვის თავს გაწირავს, იმიტომ რომ ნაცობა ამ შემთხვევაში არის შენი ქვეყნის დაცვა, ხო? ანუ იდეოლოგიური ნაცობა, რასაც ნაციონალობა. კი ბატონო, პირდაპირ ამბობ სიტყვა, რა ვიცი. ხო და ის გაწირავს თავს, იმიტომ რომ იმას რაღაცა პრინციპები აქვს, რის გამოც გამოდის ქუჩაში. ქოც არასდროს არ ქონდა პრინციპები, აგერ რა ვიცი, ყდარე ეს რა ქვია გრეჩი ხა, არასდროს არ იყო პრინციპული ადამიანი და რაც აქციებს ატარებდა, სულ ის ქონდა რა ქვია, რაღაც ანტიამერიკული აქციები და ამის დაშლაში 2 მილიონი მომწესო, ეს იყო მაგისი ქართული ოცნება. კი ბატონო, ანუ ყველა ეს რაღაცა ჩანაფიქრი საბოლოო ჯამში რითიც ებრძოდნენ რაღაც ქართველებს, ანუ ნაცებს, იყო ის რომ ის რა ქვია, პირადი რაღაც სარგებელი მიიღოთ საბოლოო ჯამში და გამოჩნდა. ეგ კიდევ რაღაცას უსვამს სასტიკად ხაზს რა. აი ხო გინახავს ეს კომენტარებში ეს აკაკანებული ქართული ოცნების კურიცა ხარდამჭერები, დედალი ხარდამჭერები. ოღონდ ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალი დედალი არა პირდაპირ მნიშვნელობით დედალი ხარდამჭერები, რომ აი 20 კაცი გამოდის რუსთაველზე და ეხა ჩვენ თუ ერთხელ შევიკრიბეთ ქართველი ხალხი, მერე ვეღარას დროს ვეღარ გამოხვალთ თქვენ კურიცებო და რატო არ იკრიბებით? ეგ ყველაზე დიდი კოპიუმი აქვს ის რა. ხო, იმიტომ გონიათ რომ თვითონ უმრავლესობა ხალხო გავიდეთ ქუჩაში. ხო და საჩემყლეში გადიან, ვერსად
ერთხად ვერ გადიან. ეს არის რა ქვია, ქართული ოცნების წინასაარჩევნო რაღაც ყრილობები არის, იქ ავტობუსებიდან ჩამოყავთ მძღნერი ყვერიგ ლეჯია სოფლიდან ჩამოთრეული ხალხი, რომელმაც არც იცის რასად მიდის, 50 ლარს მისცემენ და ლობიანს და მე ეს რა ქვია. ან თუ ჩამოდის ყლეზე კიდია რომ ჩამოდის და მე მიდის ეგრევე ნათესავის სანახავად. ეს არის რა ქვია 17 მაისი არის და მთელი ეს რა ქვია მაქსიმუმ გაიწელე პროჭესზე 20000 კაცი გამოყავთ. და ისიც საპატრიარქოს გამოყავს ქართულ ოცნებას არა. კიდე რავი რა არის ეგეთი. და ისიც იმიტომ რომ ეს კონტრკულტურული რაღაცა მოვლენა არის იმ 17 მაისის და მაგის ინერციით გამოდის ეგ ხალხი რომ ანუ ვიღაცას თავში მაინც ეკავს რომ ამით იმას არ დაუშვებ და მაგიტო გამოდის ვიც გამოდის. სინამდვილეში ანუ ქართულ ოცნებას არანაირი ორგანიზების ეს ხო ნუ ქართული ოცნება თავისი ამორჩევლის აი ამ დიდი გუბესთან ერთად არის მაქსიმუმ საშუალო IQ იქნება რამდენი 80 ხო და მე მგონი ძალიან პოზიტიურად ხასებს შეიძლება მაინც ქართველები არიან და ვინდა რომ დასაქმე რა ქვია თავზე ხელი გადაუსვა 80 ხო? ნუ ეხა 80 IQ-ს კიდე ვიღაცებს ახასიათებს, ეხა აქ არ ვიტყვი ვის ან რა ჯგუფს ადამიანებისაც, მაგრამ იმ ადამიანებისაც და ამ ადამიანებსაც საერთოდ ის აქვს, რომ რაღაც ორგანიზებას ვერ ახდენენ. ესენიც რატო ვერ ორგანიზდებით და რატო ვერ გამოდიხართ? 15 წელია გვემუქრებით, რომ ერთხელ გამოვა ქართველი ხალხი ქუჩაში და მე თქვენ ვეღარ გამოხვალთ. სად არის აბა ეს? არ არის. ესე იგი რა გამოდის? ან ბანძები ხართ და ვერ ორგანიზდებით, ან კიდე 12 კაცი ხართ. მე უფრო ორივე ერთად მგონია. ხო, რომც იყვნენ ბევრნი მაინც, იმიტომ რომ ორგანიზებას მინიმუმ რაღაც სჭირდება, რა ქვია, ფული. არა მარტო ფული, ხო სკილები უნდა მეჭყა, რომ დაორგანიზო რაღაც ახლა და მაგის დაორგანიზება, რა ვიცი. კი ბატონო, ანუ უნდა აღიაროთ კოცებო, ძვირფასო კოცებო. უნდა აღიაროთ, რომ აქეთ მხარეს ბევრად უფრო ჭკვიანი ხალხია. ეხლა ჩვენ ამას ვერ აღიარებთ, იმიტომ რომ აღიარება უკვე რაღაც თვითრეფლექსიას მოითხოვს და თვითრეფლექსია მოითხოვს ოდნავ მაღალ ინტელექტს. მაგრამ ეს რთულია ხო, ეს ერთი და მე მეორე ნახე, რაზე ეთყობა ეს ყველაფერი. ნუ ჩვენ ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ნუ ნახავთ დიდი ალბათობით 4 ოქტომბერს ამ ყველაფერს, როგორც კი ქართული ოცნება შეიცვლება, ხო? ეს ხალხი ანუ გაქრება, აღარ იქნება კოცობა. იგივეს ვერ იტყვი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ოპოზიციაში არის უკვე რამდენი ხანია, ხო? ეხლა შენ წარმოვიდგინე ეს რომ რაღაც მართლა მერკანტილური მიზნებისთვის შექმნილი პარტია ყოფილიყო და რამე იდეა არ ქონოდა და რამდენი წელი გაძლევდა ოპოზიციაში. ეს ხო სისულელია, მაგ რამდენი პარტია შეიქმნა და დაიშალა. მათ შორის რამდენი პარტია იყო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდა და საერთოდ გაქრა და რამდენი პარტია იყო, რომელიც ანტიკოცური იყო, მაგრამ დაიშალა საბოლოო ჯამში და გადავიდა, გადმოვიდა ზოგი აქეთ-იქით და საერთოდ გაქრა ბევრი. ნახე ხა იმას ამ შემთხვევაში ზედაკოცების გასაგონად რო იყოს ეს რომ ანუ თქვენ რო ამორჩეველი ყავდეთ გიქნებოდათ რაღაცა იდეოლოგია, გარდა იმისა, რომ პროჭზე ხელი აიფაროთ, რომელსაც არ აკეთებთ სასახელო როგორც წინა ეპიზოდში გამოჩნდა. მაგრამ ეხლა ის თქვა მინდა. აი მოქალაქეთა კავშირი ხო აორთქლდა. ვინმეს რამე ილუზიები აქვს, რომ 5 ოქტომბერს ესენი არ აორთქლდებიან არსად? ანუ როგორც მოქალაქეთა კავშირი დაიშალა და მე არავინ არ არის ხა თეატრულოკიანის გარდა მე მგონი 2003 წლამდე საქართველოს არავინ არ მიტირის. და ვინც არის ყველა ანუ ეგეთი მის დარჩა არიბრალებს იმას, რომ მე მოქალაქეთა კავშირის წევრი ვიყავი, მაგას სიამაყით ვერავინ ვერ ამბობს. ხო, რა თქმა უნდა. რაც სხვათაშორის დიდი პრობლემა არის მაგალითად, რომ პრობლემა იყო ეგ პრობლემა, რომ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობა მაგას დიდი ხანი ვერ ამბობდა, რომ მე მეამაყება, რომ ეს რა ქვია ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერი ვიყავი და ვარ. მაგრამ ორი ახალგაზრდის დამსახურებით ეს იმიტომ შეიცვალა, რომ სიმართლეს მხარეს იყო, მაგრამ ნუ სოციუმიდან გამომდინარე ვერ ამბობდა მაგ სიმართლეს, იმიტომ რომ ადამიანი მაინც ეს პოლიტიკური ცხოველი არის და შენ გარშემო რო 5 ადამიანი რაღაც კოცი არის, შენც ეს რა ქვია, ვერ ამბობ რა, მოკლედ შენ სიმართლეს ბოლომდე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაცა კონკრეტული იდეა გაქვს, არის კავშირები, ხო? განსაკუთრებით არა თბილისში, არამედ აი რაღაც სოფლებში, ახლა მაგალითად მეზობლური კავშირები და რაღაც სამსახურში, რაღაც შენ გარშემო წნეხი და ზეწოლა დიდი არის, მაგრამ ნუ როდემდე უნდა იყოს, ანუ პრინციპული უნდა იყოს და პრინციპულობა ძალიან კარგია ზოგადად. ანუ შეიძლება ხმაღლა, არა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს უკვე აგერ მე-13 წელი სრულდება, რომ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის ამრჩეველი პირველ რიგში არის ძალიან პრინციპული. შეიძლება ხმამაღლა არა, პოლიტიკოსები, ნუ ახლა იყო კარგი, ცუდიც რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოიტანეს აქამდე ეს პარტია. არა, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ვინ დარჩა, ორიგინალი კოცებიდან ვინ დარჩა. ღარიბაშვილიც კი აღარ ყავს. ყვერების მხეხავი იყო ბიზნესი და ისიც კი აღარ ყავს. გია ვოლსკი დარჩა ერთადერთი მარტო 2012 წლის კოცებიდან და სხვა ვინ?
გამდუნარაძე მერე მისულია 2016 ის არის დინარაძე პაპუაშვილი და კობახიძე კობახიძეც მერე მისულია ესენი იყვნენ ვინც ჩაანაცვლეს ძველი რა ქვია კოლაბორაცია ვისაც ჰქონდა კონცეპტთან ეგ ხალხი ვინც ჩაანაცვლა ესენი იყვნენ საბოლოოდ კი ბატონო ამიტომ ეს არის სრულად მერკანტილური ესა წარმონაქმნი მაგრამ მაგას ეხა ეგ მაგაზე ლაპარაკი საერთოდ ეს არის მერკანტილური წარმონაქმნი თვითონ წევრებისთვის სწორედ ხა ბიზნესთვის ეს არის ნეტა რუსებმა არ მომკლან წარმონაქმნი რომ 5 ოქტომბერს ბიზნეს რომ მოუწევს გაიქცეს ტრაქში და იბანაოს მძღნერში სად გაიქცევა ეხა რუსეთში ვერ გაიქცევა ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ აგორებენ ახლა თან შუა ომის დროს ბიჭო ეხლა სირიიდან რომ გამოიქცა ის ასადი კიდე ის არის რომ აი სირია ეგ სადღაც არის და ბარ მინდოდა რომ ქონოდა მაგრამ კაი ოქტომბერია და თუმცა ასადის ყლილობაც გვახსოვს ცელობა ბიზინა ბიჭო აგე პირდაპირ საზღვარზე აკონტროლებს იმას რა ქვია ფეოდალურ დანაყოფს და ეგრო ჩაუვარდეს თან შუა უკრაინასთან ომის დროს როდესაც ეს ომი შეიძლება ითქვას კულმინაციურ ფაზაში გადადის და ამ დროს კარგავ ამხელა ემას და აზერბაიჯანი და სომხეთი დაკარგი აზერბაიჯანი სომხეთი და ისე სხვათა შეგვიძლია შევეხოთ მაგ თემას იმიტომ რომ აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც ის ქონეს რა ქვია როგორც კი მაგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ამერიკასთან მაშინ ეთქვეს რომ ჩვენ ჯარს ვაძლიერებთ და არავინ არ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა და ეს არის საბოლოო ჯამში სუვერენიტეტის გამოვლინება. არა, კი. ის კი არა დავასრულებ ბოდიში, ანუ მაგალითად აი მაგალითად აზერბაიჯანი ხო ეხლა არ არის რა ქვია დემოკრატიის შუქურა ხო, მაგრამ სუვერენული სახელმწიფო, ანუ სუვერენიტეტი საბოლოო ჯამში აზერბაიჯანს აქვს. აი ესეთი რაღაც სახელმწიფო საწყისი ხო აქვს აზერბაიჯანს, იმიტომ რომ ალიევი ის რა ქვია ლაპარაკობს იმას, რაც უნდა საბოლოო ჯამში ხო? ეგ მაგას ნიშნავს სუვერენიტეტი. ეხლა კოცები რო იძახიან რომ ჩვენ სუვერენიტეტი გვაქვს, არ გვაქვს საბოლოო ჯამში სუვერენიტეტი, რატო არა გვაქვს? იმიტომ რომ არ ყავს ძლიერი ჯარი. არ არსებობს ეგ ანუ მშვიდობაც კი არა გვაქვს აი როგ ესე რაღაცა ხო ყველგან მაგას ატრიალებენ რომ აბაო მიგინდა და მშვიდობა არ გვაქვს ჩვენ მშვიდობა იმიტომ რომ ხვალ რო ვიღაცას თავში გადაუტრიალდეს რაღაცა და გადაწყვიტოს რომ თუნდაც რა ვიცი მე თურქეთს აზერბაიჯანს რავი ვისაც გინდა ნებისმიერ სამეზობლოში რუსეთს ხო საერთოდ რომ გადაუტრიალდეს თავში რაღაცა თქვას რომ ეს რა კარგი ტერიტორია რა კარგი მთებია აქ და უი რა კარგია შავ ზღვაზე ესეთი კარგი გასასვლელი როგორც აფხაზეთიდან და ბათუმიდან არის რა შეუშლის ხელს ვერაფერი განა იმიტომ რომ ცუდი ჯარისკაცები ყავს იმიტომ რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ ყავს ცუდი ჯარისკაცები ჩვენ ჯარისკაცები კი არა ხულიგნები ყავს ხო თქვა ეს მიშას ხულიგნებად ხო შეირაცხა ქართულებს ნებისმიერ ეს ცალკე რავი აი მაგაზე დიდი რა ვიცი მე ანუ აი რაღა უნდა გააკეთო მეტი ადამიანმა რომ მეორე დღეს რა ვიცი მე გორში რა ქვია შენგან დარჩეს რავი აღარაფერი ტუფლები მართლა ტუფლებიდან ასკები რომლებიც ესე ჩამოფრიალდა ეს რუსულ ჟარგონს სპეციალურად ხმარობ ახლა ამ შემთხვევაში მაგრამ მასალა მაგაზე გადავალთ ერთი ჩვენ მეგობარს მინდა მივმართო ბაკურ სვანიძეს რომელსაც ძალიან გულზე მოხვდა ის რომ თქვით რომ ქართულოცნებას შვილები არ აყავს ქართულოცნების სამართლოს და რაღაც არც მომისმენია რა იბოდიალა მაგრამ რაღაცა თქვენო ნაცება გიტყდებათ თუ რაღაცა აი რაღაც სხვაგან ახარ შეიძლება ბაკურ არაფერი არ მიტყდება რაღაც შენ რო ამბობ რომ 7 ნოემბერსო ისა რა ქვია მეუროს თავი ორიდან იმიტომ წამოვედი რომ 7 ნოემბერსო ნიკა გრიგოლია იქ ყვიროდა ჩახოცეთ ეგენი ჩახოცეთ და მე ეს მორალაზე ცუდად მოხდა და ამიტომ ესე წამოვედიო და სინამდვილეში იმიტომ რომ წამოხვედი რომ ყლე პროდიუსერი ხარ და ცხოვრებაში არაფერი არ გაიკეთებია და ის ერთი სადაც ჩდებოდი ფარული კამერა, გაიღიმეთ ფარული კამერა, ისიც ალეკო მალხაზიშვილს ეწერება. შენ ხარ მძღნერი ჩვეულებრივი და თან გამელოტდი. მოდი ამასაც გავუსვამ ხაზს. მაგრამ გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ იქიდან რუსთავიდან და წამოვიდი, იმის მე არაფერი არ გავუკეთებია. აი, კაცი პროდიუსერი არის დელეგირებული რაზე, რომ TikTok-ზე ელაპარაკოს მომაკვდავ პოლიტიკურებას, რა ქვია, ერთეულს. 200 ლაიქით. 200 ლაიქით, ხო. აი, ეს არის შენი მომავალი. და შენი მომავალი რა, შენ ყოველდღიურობა რა მომავალი. მომავალი ვაფშე უარესი გექნება 4 ოქტომბრის მერე. და ძალიან ხადაობარი, რომ ეს რა ქვია, იგი იმ ვიდეოს ბოლოში იძახის, რომ თქვენო ახალგაზრდებს იმის ტრაკიც არა გაქვთ, რომ ევროპასო მიაწვეთო და უთხრათო, რომ მიშა პოლიტპატიმარი არ არისო რა რომ ანუ რაღაც რა ის რა ქვია ჩვენო რაღაც არ გვინდაო რომ ეგ პირსისხლიანი ციხიდან გამოვიდეს მაგის ტრაკიც არ გაქვს და ბაკურ გეშლება ჩვენ ოპოზიციას ვაწვევთ პირიქით რომ ეგ აღიაროს საბოლოო ჯამში და არ უტყდებოდეს მაგის თქმა ეხლა რა ვიცი ანუ ეს ხალხი მართლა დაკარგულია ანუ მართლა
ყველანაირ რეალობას არის მოწყვეტილი და გონია რომ ეს რა ქვია მართლა ქართველი ახალგაზრდა არის ვიღაცა რა ვიცი მე სადღაც მოგულავე ბარში მოგულავე ტიპი რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არაფერზე და გონია რომ მართლა იმას რა ქვია ნარკოტიკს და იმას გადააყოლებს რა ქვია ტექნოს გადააყოლებს თავის ანუ ეგ როგორი რაღაცა ხა ეს ამას ხო პოზიტივი და იმედი აკუებენ ამას რავი რამდენი წელია უკვე რომ ეს ახალგაზრდები უბრალოდ ჰედონისტები არიან რაღაცა და ანუ ამას აკუებენ იმიტომ რომ უბრალოდ ერთჯერადად დაიჯეროს კოცმა რა იმ მომენტში, მაგრამ ამათ მართლა დაიჯერეს რომ ეს ახალგაზრდები ჰედონისტები არიან და რაღაცა და ქვეყანა ყლეზე კიდიათ და რაღაცა, მაგრამ არა, ახალგაზრდები ნაცები არიან ბაკურ. და სხვათა შორის აი 7 ნოემბერს შევეხეთ და ხა შენ მას ეხნიან ბაკურ აძემ ერთხელს თქვა რომ მე როგორც წინა ეპიზოდში ვახსენე, ამათო კაცო, თურმე 7 ნოემბერი კი არ ახსოვთ და ინატრებათ და კი ბაკურ. კი, ამიტომ გაიგე ეს რომ შენ არასწორ აი ქარის წისქვილი გთხოვთ თუ შეიძლება ქარის აი ამას ებრძვის შენ ბაკურ ხო და არა ის ბაკურ სხვა არის სხვა მიზეზები და ეს არის ბაკურ მელოტი ბაკურ გაგდებული რუსთავიორიდან ანუ ტიპი რუსთავიორი თან მე მგონი 2007-ში არა 2007-ში აღარ იყო ეროსის მაგრამ დამშველობა კაცო ეროსის შიქრინ ტელევიზიაში იყავი შეყლეო და ანუ ხო ყლერო ხარ ვერ გაქაჩე რა და ეხა ხარ TikTok-ზე და მელოტი ხარ. მეტი რა კიდე რომ ელაპარაკე ხო? სახლში ხო? რაღაცა ის საბჭოთა შპალიერი აქ უკა გაკრული რაღაცა ყალეობები რო არის მიხატული და იქიდან მოძღვრავს ებებს რა. საბჭოთა მეხოთმეც არის ეს რა ქვია გაგიკვირდება და იმიტომ რომ გასვებლები ხო? 3-4 ვიდეოს გადავხედე და რუსულ კულტურაზე ანძრევს ამიტომ რა. ხო, მოკლედ, ნუ ეს მინდა გაიგო შენ რომ ბევრად უარესად არის საქმე. ეს შენ ვიღაცა მეებს კი ლიბერალ ახალგაზრდებს კი ელაპარაკები, შენ ელაპარაკები მიშლერი უგენდეს პატრიოტ ახალგაზრდებს კი ბატონო ხო მოკლედ ეს ერთი რო იცოდე და ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე რომელიც არის აი ეს გორელი ყლე ხო ხულიგნებთან დაკავშირებული განცხადება რომელიც ეს ეხლა იცი როგორი ამბავი არის რა მიხდება გარეთ ეს ახლა როგორი ამბავე საბოლოო ჯამში. შემოდი აი კოცის თვალიდან შევხედოთ ამ ყველაფერს რა. მან ვიღაცა გორის რაღაცა, არ ვიცი რა არის, დეპუტატი თუ რაღაც საკრებულოს უფროსი, კი ბატონო, აკეთებს ესეთ ყლეობა განცხადებას, რომ რაღაც ქართველი ჯარისკაცები არიან მიშას ხულიგნები და რუსები არიან მშვიდობის ყოფილები. რო ვიციტიროთ ესე კიდე კაი 2008-ში რუსები შემოვიდნენ გორში, თორე მიშას ხულიგნები დაძარცვავდნენ აქავრობას. ხო, ანუ არა მარტო ომი დაიწყო მიშამ, ანუ საქართველოს გადაზარხავთ იყო ეს ამი დაწყებული და გორი იყო პირველი ის ქალაქი რომელიც საქართველოს გაძარცვა, ხო. ხო და კაი დაუშვათ ამან ეს თქვა რა და დაუშვათ რომ ეს არის ერთი ჩვეულებრივი კოცი რომელიც ანუ რაღაცა მობოდა ყლეობა რა რატო არც ერთი ეს რა ქვია ვის არ გამოდის რა ქვია მაღალ ეშელონებში ყოფი პოლიტიკოსი და არ იძახის რომ აი ეს ყლეა ხალხო და ჩვენ ამას არ ვფიქრობთ ანუ ვინმე კოცი ამომრჩეველი რატო არ გამოდის და რატო არ იძახის რომ აი ეს ტიპი ყლეა და ანუ ამის აზრს არ ვიზიარებთ ხო არავინ მაგას არ აკეთებს ანუ ესე იგი ეთანხმები ხო ამის მერე მეტი აი რა როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანმა მე გააბრაოს კიდე ერთი რუსულ სიტყვას ვიტყვი უხდებათ ამათ გაბრალები, იმიტომ რომ მაგით არიან თქვენ დაკავებული. ანუ როგორ შეიძლება მაგის მერე გააბრავა ის რომ ქართველ ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მიაგინე კი არა, რა ვიცი, მაგას საფლავებს და დააფურთხე პირდაპირ. გარდაც შეიძლება გააბრავა. ანუ მართლა ის რა ქვია, სიცოცხლე შეწირეს ამ ქვეყანას იმას რომ ჩვენ ვარსებობთ და საქართველოს როგორც სახელმწიფო არსებობს. ეს ტიპის შათვლით ეგეც რო არსებობს. თვითონ რო არსებობს და თავისი მძღნერი ცხოვრება რო აქვს, იმ ჯარისკაცის დამსახურება არის და იმ ტიპებს დააფურთხა მას საფლავზე და ანუ არანაირი რეაქცია რა. კაი, გასაგებია რომ ჩვენ არ მოგწონს და ჩვენ ვაგინებთ, მაგრამ შიგნით როგორ არ აგინებენ ბიჭო მაგას? არ აგინებენ, იმიტომ რომ ეგეთები არიან. შიგნით შეიძლება აგინებენ, ოღონდ იმ ხრო, აუ ეხლა რატო თქვი ეს ყლეობა რა? დაგეცადა ცოტა ხარი. 4 ოქტომბერს მოგეცადა, 4 ოქტომბრის მერე გეთქვა რაც. აი, რაღაცა ეგეთ ყლეობა და რა. მე ვიღაცებს უკვირს რომ როგორ არიან ესე რა ქვია, გამწარებულებიო, კი გამწარებულები ასე სიზულვილისენით როგორ ლაპარაკობენ კოცებზე. რავი, ვინმე უკვირს რომ სიზულვილისენით კი არა, რავი. ეხლა რასი სახურებს ეგ ადამიანი და არა მარტო ეგ ადამიანი ესენი არიან რა ვიცი მე აი მართლა დედამიწის და არა მარტო დედამიწის მწოველები წინავ ეპიზოდში მინდა დაეთქვეთ ეს თო ეხლა ჩავაკვეხე მაგრამ ხო ანუ გაოთხება ვახსენეთ ერთ-ერთ ეპიზოდში გაოთხებას ბიზღირსი ნამდვილად არის არა სერიოზულად რა აზრი აქვს მაგათ ცხოვრებას ანუ რა აზრი აქვს ცხოვრებას კი არა როგორ თავმოყარე ერში ესეთი ადამიანი როგორ დაიბადა როგორ გაიზარდა როგორ იცხოვრა და როგორ ცხოვრობს ეხა აი ეს შეკითხვა როგორ არ ჩდება არავის ვის ცხოვრობს
წარმოიდგინე ბიჭო. ჩემი ყლისთვის ცხოვრობს. აი ეგ ადამიანი, აი რა უნდა, აი ღამე რო იძინებს, რაზე ფიქრობს, რომ აი რაში მინდა ცხოვრება, რომ აი როგორ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, ანუ ძღნერში ცხოვრება. სადაც ცხოვრობს იმ ძღნერში და ტივტივებს იმ ძღნერში ცხოვრება. არაფერი არ უნდა. აი არაფრით არ იხსნება. ანუ მართლა ძალიან აი გასაბრაზებელი კი არ არის მართლა, ანუ რავი, მადლობა თქვან, რომ ეს რა ქვია, ისინი არ გვიჭირავს ხელში, რა ვიცი, მე ჯოხები არ გვიჭირავს ხელში და არ დავდეთ საერთოდ ხო. აი მეტი დაფურთხება, მეტი შერცხვენა ქვეყნის, მეტი აი რა გინდა. და სხვათა შორის ვიღაც ადამიანები ანუ ფიქრობენ, რომ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ანუ ქართული ოცნების გაცხადებული მიზანი არის ამ ქვეყნის გარუსება, რაც აწუყე მომხდარი, ანუ არა ეს უბრალოდ რაღაც PR სტრატეგიაა მაგათ და არ არის ეგრე რა, ანუ ეგ მიზანი, ანუ იქ წერია რა პირველი, ანუ საქართველოს გარუსება, მიზანში უწერია, ეს არ არის სტრატეგიული მიზანი. მიზნისკენ არის ოვერტონის ფანჯრის გადაწევა, რომ აი თავიანთი დაიწყეს, კაცა ეგ რა ქვია, მოდი რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები, ეს ბაბაია დაუძახოთ და რაღაცა და ეხლა პირიქით ბაბაიას კი ეძახიან, რომ ჩვენ ჯარისკაცებზე ამბობენ ხულიგნები არიან, ანუ და იმაზე რო არ გქონდა რეაქცია, ახლა ამაზეც არ გვაქვს რეაქცია რეალობაში, ისეთი რეაქცია რომელიც გვჭირდება, შემდეგ იმას ვიტყვიან, რომ რა ვიცი მე რა ვიღაც გადაწყვეტებიან, რა ვიცი მე დავით აღმაშენებელი იყო ლიბერასტი. რაღაცა ეგეთ ყლებას იტყვიან, რა ვიცი მე უარესი რა ძვიად გამსახურდია იყო კვერცხი, იმიტომ რომ რუსეთს დაუპირისპირდა, აი ამას იტყვიან ესენი. და ეს გამოსირებულები არა, უფრო მაგარ სიტყვიან, ჩვენ რო საბჭოთა კავშირიდან არ გამოსულიყავით, არ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი. იმიტომ რომ ეს რა ქვია, იგივე გრეჩი ხამ ასევე რაღაც ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, რომ 2008 წლის კრიზისი მოხდა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა ომი დაიწყო. ხო, კი ბატონო, ახლა აი დიდი გიის რა გეოპოლიტიკური ამოცანა გადაიჭრა, რომ საქართველოს ცივი ომის ეს რა ქვია რეალობა გააღვიძა. სატანამ დაურეკა სოროს, რომ ატყანის სოფლიო სოროსმა დიახ ჩემო ბატონო, ეხლავე ჩემს ყველაზე დიდი მარჯვენა ხელს დაურეკა და მიშავს დაურეკა და დაიწყეო მე რამე თუ უნდა დიკეის ბაზარი გავანადგუროთ, ნაზდაკი დავწიოთ და ეს აუცილებლად და თანამედროვე ხელიც მოითმო და გორი გააძარცვია თავის ხულიგნებს. აი შენი დედა მოტყან მე რა, აი მიჩილოს ახლა და თუნდა იმაში რა ქვია, ჩამსვას რა ქვია მაგას რა ქვია, ცოტა ხანი რო გიჭერენ რა ადმინისტრაციულზე ჩამსვან. ყლეზე მკიდია, შენი დედა მოტყან, რა ქვია? დავით რაღაცა, შენი დედა მოტყან მე. თუ არ მეშლება მოიცა. დიდი აბა გაიგერო კარგად შევაგინე. დავით რაზმაძე დიახ. დავით რაზმაძე, შენი პროჭის მიმცემი დედასა შევეცი მე. აჰა. რაც გინდა ისქენ ახლა. დიახ, ეს ერთი ახლა რაც შეეხება თვითონ აი ამ კოცების ამ მიმართულებას რა, რომ ქვეყანა რამენაირად აი არ გამოვა ეს, მაგრამ მგონია მაინც აი წითელპილირებული ვიქნები და ვიტყვი რომ არა, ვაიტპილირებული ვიქნები და არ გამოვუათ ეს. იმიტომ რომ ჩვენ თაობას და არა მარტო ჩვენ თაობას, არანაირი შეხება არ აქვს რუსეთთან და იცის მარტო როგორც აი ლეგენდებში იცის, რომ ლეგენდებში და სიმართლეებში იცის, რომ ყლეობაა. და აი მაგათთან ორჩეულს ისინი დადიოდნენ იქ და ვაიმე იქ რაღაცა კალბასი ერთმანეთად იყო, ჩემი დედას უტენე და ეგეთ რაღაცებს, მაგრამ რუსი ნაშა იცი ბიჭო. ხო, აუ იცი რამდენი შიცი დამემართა ბიჭო, აუ საოცრება იყო. ნუ მოკლედ ეს რაღაცები და ჩვენ თაობა მიცის, რომ ეს ყლე. ანუ ვერანაირად მით უმეტეს გემო როცა გაგებული იმისი რა ქვია. თუნდაც დასავლეთის ნორმალური ცხოვრების გინდა ამავე ქვეყანაში როცა ამავე ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების ხო ხო ვის რანაირად გამოვუათ ეს მაგრამ თან ეს ბიზნამ ხო იტირა ერთხელ რო გახსნი კაცო საზღვრებს წავა ეს ხალხი და ეს დიდი პრობლემა არის კაცო 2013 წელს იყო რაღაცა ინტერვიუში 2013-ში ხო გამარჯვებული იყო კაროჩე უკვე ხო და თვით თავიდანვე ესმოდა ბიზნეს რომ ვერ გამოუვიდოდა ეგ რა არის კაცო იცი სამ ხალხმა ევროპა და ეხლა როგორ შევატენო ეს რა ქვია კრასნოდარი რო კარგია ხო და არ გამოუვათ მაგრამ ნუ ეხლა რა ვიცი მე ჯობია არა იცი არა მაგრამ ეხლა რას ვიტყვი იცი ეს რაც გამოიარა ბოლო 13 წლის განმავლობაში და 4 ოქტომბერამდე რაც უნდა გამოიაროს ჩვენმა ერმა არის ის განსაცმელი ხო აუცილებელი ის არის დიახ გისმენთ აიღეთ თუ მინდა არა იყოს უცხო ნომერი იყო. არა, არის უცხო ნომერი. მეთქი, უი. არ მიწერია უბრალოდ. ხო და განსაცმენდელი კი არა და განსაცმენდელს ახლა ვაკეთებ. განსაცმენდელი ხო, ანუ ის არის რა, ის 40 წელი უდაბნოში თაიფშით არის. აუცილებლად უნდა გამოვიაროთ ეს ჩვენ ქართველებმა
რომ ჩამოვირეცხოთ ის ხალხი, რომელიც არიან აი უკვე კარგად ფოლკლორულად ვიტყვი, ფოლკლორულად რა გაიგო და ხალხის ენაზე ვიტყვი. ვინც გასაბოზებელი იყო, გაბოზდა მოკლედ რა და ახლა ვიცით ყველა ბოზი. თვით ილუსტრაცია მოიხდინეს. ამ ილუსტრაციის თავიდან ასარიდებლად მოუწყვეს ზვიად გამსახურდიას პუჩი და მოკლეს და რავი არა მარტო ზვიად გამსახურდია მთელი საქართველო გაახლიჩეს, იმიტომ რომ თავის პროჭები დაეცვათ, მაგრამ ახლა მოვიდეთ რომ ყველა ანუ თვითონ გვაჩვენეს თავისი პროჭები რომ აი აქ შემდის რუსის ყლე აი აქ შემდის რუსის ყლე აი ეს გვანახეს და ეს რა ქვია ძალიან კარგი ანუ ნიშნულოვანი 13 წელი იყო ეს კი ბატონო და მეს მინდა დაუბრუნდე რომ ანუ არ გამოექს აი გამოვეს აპოლოჯამში იმიტომ რომ ანუ ქართველი ახალგაზრდა ზუმერი ანუ რაც არ უნდა ამათმა ეს რა ქვია ეჭვიტინონ და ილაპარაკონ რომ რაღაც არაპატრიოტი არის რა ბლა 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 არ არის ეგრე რა ანუ ქართველი ანუ აი რა ვიცი ნებისმიერ ამე ჩამოთვალოთ ანუ ამ ქვეყნის სიყვარული ანუ უფრო მეტი აქვს ვიდრე ხოც ანუ რავი უფრო ქრისტიანი არის მიუხედავად შეიძლება ვიღაცა ანუ აი ათეისტი იყოს და საერთოდ არ ჯიროდეს ღმერთს არჩევს მაგრამ უფრო ქრისტიანული ცხოვრება ქრისტიანულად იცხოვროს ვიდრე ხოცმა რა რომელიც ის რა ქვია დღე-დაღამე ეკლესიაში გდია და რა ვიცი მე იმაზე ფიქრობს მეზობელს როგორ მოუტყნას ყველაფერი ანუ აი უკეთ მაგაზე უკეთესი ადამიანიც არის მიუხედავად იმის არის სიჟერა რავი ანუ ბუნებას ზუმერები ულიან და დანაგვიანებული თუ არის სადღაც ის რაღაც მელეხები მიდიან იქ კეიფობენ ანუ მაგათთვის ბუნება რა არის ხო რომ ის რა ქვია მდინარე რო ჩამოდის იქ ჩაწვეს და იქ კეიფოს და ანუ ქართველი ახალგაზრდების ბუნება ისა რომ მოუაროს იმას და რა ვიცი ბილიკი გაიყვანოს და ნორმალური ხედი იყოს და მოჯმული და მოფსმული არ იყოს იქ და ადეკვატურად ის იყოს რა ქვია მართლა რომ მიხვალ იქ დაისვენო და არ მოჯვა იქ სადაც მიდიხარ ხო რა რავი ნებისმიერ ანუ არ იპარავს სამსახურიდან და ის რა ქვია მართლა უხარია თავისი მეგობრის წარმატება ხო და ეგერთი და კიდე ანუ სამსახურში სიარული რო საჭიროა ეს არის რო უნდა წავიდე კაც უნდა იმუშაო ცხოვრება აი ნახე ეგ ძალიან ის რა ქვია ეგ რო აი მაგალითად მუშაობა ეხავს ამ თაობამ გადატეხა ეგ მითი იმიტომ რომ რა ვიცი მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს ეგეთი რაღაცა რომ აი ვიღაცა რო სპარში მუშაობს მაგალითად ეგ ტეხავს და ეთაკილებოდათ ვიღაც ტიპებს და აღარავის აღარ ეთაკილება არსად მუშაობა იმიტომ რომ კარგია მუშაობა ანუ იმას კი არ ვიზახი რომ მაინც და მაინც ამ პირობებში არის მუშაობა კარგი მაგრამ ის რომ პასუხისმგებლობა აიღო შენ თავზე და შენ ცხოვრებაზე ხო ეს ამ თაობამ პირველი ამ თაობამ შეძლო რეალურად და მაგიტო არის ეს პასუხისმგებლობა რო აქვს აღებული და მაგიტო არის რომ ვერ შეძლებ რა ამის იმას რა ქვია ან მართლა ეს ხალხი უნდა აიღო და გაყაროა ყველა ამ ქვეყნიდან და ნუ აქ რა აზრი აქვს ეგეთი ქვეყანა რაც დარჩება აქ მაგ საქართველოს აღარ იქნება რავი დაღესტანი ან ჩეჩნეთი რომელსაც კადიროვში კიტები და დაჯდება იქ და რა ვიცი მელომებს გამოუშვებს მე აქ ერთი ვარიანტი ეგ არის ან ეგენი უნდა იყვნენ ან ჩვენ უნდა ვიყოთ ანუ მე სამე ვარიანტი აქ არ არსებობს ვარიანტი რომელშიც ჩვენს და ეგენიც ვართ და ბედნიერად ცხოვრობთ ანუ არ შეიძლება არ მოხდება ეგეთი რაღაცა რა ამიტომაც არის არჩევანი კაცო ეხა ეს რაღაცა ცივილურობის და მე როგორ შეიძლება გინება და როგორ შეიძლება იმის გაკეთება რაღაცა სისულელია ეგრეთ ძრევა ჩვეულებრივი ძრევა არის იმიტომ რომ პირველი ეგენი არის მაგას აკეთებენ ხო რა თქმა უნდა მაგრამ ეხა შეხედე ესენი ხო ყველანი რუსები არიან ანუ გინდ ეთნიკურად, გინდ პოლიტიკურად, გინდ მენტალურად, გინდ სუნით, რა ვიცი მე. არიან რუსები. ანუ და რუსებს რა ახასიათებს? რუსებს ახასიათებს ის, რომ ინდივიდები არ არიან. აზროვნებენ რაღაცა აი ინდივიდები კი არიან, მაგრამ აი როგორც ცხოველი არის ინდივიდი, მაგრამ ყველა ცხოველი თითქმის ერთნაირად რეაგირებს რაღაც გარე სტიმულანტზე. ანუ entity არის. ხო, ანუ არც hive mind-ი არ არიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ერთნაირად აქვს ტვინი მოტყნული, ერთნაირად რეაგირებენ გარე სტიმულანტზე. ამ შემთხვევაში გარე სტიმულანტი არის ესა რა ქვია, ახალგაზრდობა. და ახალგაზრდობა რატო რეაგირებენ ასე აგრესიულად ახალგაზრდობის მიმართ? გარდა მაგ ყველაფერს რაც შენ ჩამოთვალე. ის ფაქტი რომ საქართველოში ეს ახალგაზრდობა არსებობს, კი ზოგი და ბევრი ძალიან ესეთია რა ქვია, განყლებებულია და ზოგი მართლა პიდარასტია. მაგრამ ესე რა ქვია, რატო რეაგირებენ ასე აგრესიულად ამაზე? იმიტომ რომ ის გენეტიკური ინჟინერია რაც რუსებმა ჩაატარეს ამ ქვეყანაში 27 წელს და მანამდე 21-დან 27 წელს რაც ჩაატარეს ერთი თაობით და არა მარტო ხო მაგრამ ნუ ეხლა რუსეთის იმპერია ფაქტია უნდა ვაღიაროთ რომ რუსეთის იმპერიაში რო ვიყავით შესული ისეთი სასტიკი ყლევები არ გავუკეთებიათ რაც საბჭოთა კავშირმა ხო მაგრამ ის ერთი ის რა ქვია თაობა რაც გაწყვიტეს და ანუ საქართველოს რო დატოვეს მარტო ისა გაუნათლებელი გლეხები და ნაბოზარი კოლაბორანტები და ინტელიგენცია ეს ერთი თაობით მიხეილ სააკაშვილმა
და ნაციონალური მოძრაობის გუნდმა ერთი თაობით გამოასწორა ეს. ამას რო ხედავენ, ანუ ის რაღაცა გენეტიკური ინფორმაციაში აქვს ის, რომ ვაიმე, რაც გავაკეთეთ 100 წლის წინ, დაგვენც რა ტყუილა ვქენით, იმიტომ რომ გვიბრუნდება ის ხალხი ის ამოიფუშა ისევ ეს ამოცომდა ისევ წესიერი გენეტიკური რა ქვია ხაზი რაც არის საქართველოში. და ამის ეშინიათ, რაც ქვია კაცო, ხალხი სამსახურში დადის და რაც ქვია ბირკრეში სწავლობს. მაგიტო აქვს ეს აი ეს ეგზისტენციალური შიში აქვს იმისი, რომ ჩვენ რაც ვქენით რუსებმა ეს აღარ არის წარმატებული, აღარ ჩავიჯვით. და ამიტომ აქვს ეს ახალგაზრდების დანახვაზე ეს ზიზღი. აი ერთ ვიდეოს გაგახსენებ რა. ეგ ცოტა უფრო ეს რა ქვია, პიროვნული ფსიქოლოგიური ეს არის რა ქვია, მომენტი იყო მაგ ქალისთვის, მაგრამ ზოგადად იგივე მენტალიტეტის ტიპი არის. ვარკეთილში იყო სადღაც რაღაცა ბავშვები თამაშობდნენ იმაზე რა ქვია, რაღაცა ტრენაჟორები რო დაგვიდგა დიდმა კალაძემ. ამაზე თამაშობდნენ ესერე რა ქვია ბავშვები და ვიღაცა მანონი მოდის და პროსტა ყვილს უწევს, რატო წადით სახლში? რაღაც 8 საათი იყო საღამო. წადით სახლში, რატო ხართ აქ? რატო იჭიმებით მან? აი რაღაცა ესეთი რა და იმას რატომ მოვიდი? ეს გიჟია? ანუ გიჟში რა იგულისხმება? აუთლაიერია? ანუ ირაციონალურად ანუ არა. რა გულისხმობ? სტატისტიკური ანომალიაა ის ქალი? არა, ხო? ხო, ოკეი, გაიმე. საშუალო არის ის ქალი იმ თაობაში. რატო? იმიტომ რომ ეს პიროვნული ეს არის ის რომ თვითონ არ ქონია ეს ლაღობა ბავშვობაში და რა უყურებს სხვას როცა აქვს ამაზე ცეცხლი ენთება, ეს არის პიროვნული და მეორე არის ის რომ ხედავს რომ იმათაც ექნებათ, იმათ შვილებსაც ექნებათ ესეთი ლაღობა, ამათ თუ არ მოუკლა სილაღე. იმათ შვილებს რო ექნებათ, ესე იგი გამოდის რომ თვითონ უკვე ხდება ის სტატისტიკური ანომალია. იმიტომ რომ ყველას თუ კარგი ბავშვობა ქონდა, ამის მერე აში თვითონ ყოფილა მოტყნული და ის თაობა რომელშიც გაიზარდა, ის ყოფილა მოტყნული და ეს არ უნდა სინამდვილეში მიიღონ. ანუ ეს დრაივი რო სხვებს გაუნწარო ცხოვრება, ამაზე მეტი რუსული არაფერი არ არის. ჩვენ რატო გვესხმიან თავს, უკრაინას რატო ესხმიან თავს, პოლონეთს ვეღარ ესხმიან, ჩაიჯვეს პოლონეთში, მაგრამ რატო ცდილობენ, რავი, ბალტიისპირეთს, ფინეთსაც, ესენი ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მან შეიძლება ვიღაცა უკეთესად ცხოვრობდეს ვიდრე რუსი, იმიტომ რომ მე თუ მძღნერში ვტივტივებ, კაცო, ის ფინელი, რომელიც მე მგონია რომ ჩემზე ნაკლებია, რატო არ მოვატივტივებდე მძღნერში? აი ესა აქვს. ხო და კოცებსაც ესა აქვს. და ეგ ერთი და აი ის რა ქვია ბერკლის უნივერსიტეტი რო არის, ანუ მან საბულ ჯამში ნახე რაზე არის რა ეს. ნახე ანუ საშუალო სტატისტიკური კოდსი რა, ანუ იმაზე კი არა ბრალდება მართლა რომ ვიღაცამ განათლება მიიღო უცხოეთში, აი ნახე ანუ ქართული ახალგაზრდების უმეტესობა უცხოეთში მიდის სასწავლებლად და აქ ბრუნდება. ანუ ეს კოდსისთვის წარმოუდგენელია, ნახე, იმას რომ შანსი მიეცეს რომ ეს ქვეყანა დატოვოს და უკეთესი ცხოვრება ნახოს, ანუ ეგრევე წავა. ახლა ხანს იყო რაღაც რომელიღაც ჯგუფში ვიღაც კოცი წუწუნებდა რომ ადვოკატი მიშოვებთო, იმიტომ რომ რაღაც ამერიკიდან მაგდებენ. ანუ ეგ არის კოცის კოშმარი, რომ ეს რა ქვია, სადღაც კარგი ცხოვრება რო ნახოს, ანუ ვერ წარმოუდგენია იმას, რომ ვიღაცას ურჩევნია რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდეს და თავის ქვეყანას მიხედოს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაზე უკეთესად ვერ იცხოვრებს საქართველოში, ხო ან ამერიკაზე უკეთესად. მაგას ვერ უშვებს ეგ თავის თავში და მაგაზე მწარდება ეგ, რომ ის უფრო პატრიოტია. და თან უფრო პატრიოტი არის, ამაზე განსხვავებული ტიპი არის და ვერ უშვებს იმას, რომ ეს უკეთესი ტიპია მაგაზე. და ანუ ის აქვს რა, რომ რა ქვია, როგორ კაცო მე არა ვარ კარგი ადამიანი, მე ვარ კარგი ადამიანი, ეს არის კარგი ცხოვრება, ეს არის კარგი ცხოვრების წესი და ეგ საბჭოთა კავშირიდან მოსდევთ მაგათ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირისაც რა იყო, რომ ახლა ნებისმიერი ქართველი გახარებული იქნებოდა თუ რაღაც იმის, რა ქვია, საწარმოს დირექტორად დანიშნავდნენ, იქ მაყუც მოტეხავდა. კი ბატონო. ეგ იყო მთელი მაგისი ცხოვრება, ანუ მაგისთვის ილტვოდა. განაის რომ ჩემ ქვეყანას რაღაცა მოეპარა. ხო, განაის რომ ჩემ ქვეყანას რამეში გამოვადგენ, რომ რაღაც ლევად გავჩითო ეს რაღაცა ფულის წყარო და მე ხართედზე წამოვწვე და არაფერი აღარ ვაკეთო ცხოვრებაში. ეს ერთი და ეხლა მეორე ამბავი რა, ეს მინდა რომ იმას მივმართო ჯენზიკებს და არა ზუმერებს, იმიტომ რომ ზუმერები ჩვენები არიან. ზუმერები ჩვენები. ხო, ჯენზიკები მაგალითად ნახე ქართული ოცნება ებრძვის მაგალითად წინა მთავრობას და ნაციონალურ მოძრაობას და ამ ჯენზიკების ნაწილიც ებრძვის ამ ებრძვით უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას და წინა მთავრობას. მაგრამ მთელი უბედურება ამ ყველაფერში ისაა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ებრძვით. და როცა ამ რაღაცებს სხვადასხვა მიზეზების გამო ებრძვით, ჩემო მათე შენ და მეთანხმები, ხო? თქვენ ამ ბრძოლას წააგებთ. იმიტომ წააგებთ, რომ თქვენ უმცირესობა ხართ. ანუ
ეს რა ქვია, ქოცი რო ებრძვის ნაცს, ის ებრძვის იმიტომ რომ ის რა ქვია, ძალაუფლება აქვს და გაზდის. ძალაუფლება აქვს, გაზდის და უნდა რომ ისეთი ცხოვრების წესი დაამკვიდროს, რომელიც 90-იან წლებში იყო. რომ ჯენზი კი რომ მაგას ებრძვის, ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის, რატო რომ ის რა ქვია, რავი, არასაკმარისად დემოკრატები იყვნენ ისე. ხო, აი რაღაცა მოლაშვილი მაგალითად, რავი, სულხან მოლაშვილზე რაღაცა ის იყო, რა ქვია, დარღვევებით ჩატარდა რაღაცა დაჭერის ოპერაცია და ჩვენ უფრო დემოკრატიულები შეგვიძლია ვიყოთ. ანუ ოკეი, კი, შეგვიძლია, მაგრამ როგორც კი მაგბრძოლაში შედიხარ, წააგებთ, იმიტომ რომ თქვენ უმცირესობა ხართ. ზოგადად უმცირესობა ხართ, ახალგაზრდები ეგეთები ამ ქვეყანაში. ქოცებსაც ზულხართ და ქოცებს რატო ზულხართ თქვით უკვე ვილაპარაკეთ. ნაცებსაც აძულებთ თავს. ხო, და არაფრის გამო თან, ანუ არ ყოფილა ეგეთი კატასტროფული სიტუაცია, ანუ ვერ განვითარდება ვერც ერთი ქვეყანა იქიდან, რა ქვია, რა ვიცი მე, სომალიდან. გინდაც ხო, სომალი იყო საქართველოს, სომალიზე უარეს. 90 წლებიდან გერმანია, ანუ 4 და 9 წელში ვერ შეიქმნება, ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაცა. და არ შეიძლება რომ შენ ჩანასახში ამიდიას, დედა მოუტყნა იმის გამო, რომ ისეთი მაგარი არ იყო, როგორც შენ ევროპაში მიდიოდი და ის რა ქვია, კითხულობდი და იგებდი. ეგეც იქ იმიტომ მიდიოდი, რომ ამ თავრობა მოგცა მაგის შესაძლებლობა. უნდა გაიგოს მაგან რა საბოლოო ჯანმრთელობა. არა, ეხა ეს ჯენზიკები ამ შემთხვევაში, მაგათ ნაცები არ ახსოვთ, მაგათ ახსოვთ ეს რა ქვია. ისტორიები რაღაცა ნაცებზე. ისტორიები მოყოლილი და ქოცური ტყუილები კიდე ზემოდან კარაქად წასმული. და ეხლა უკვე რო ნაკოცები რო ეუბნებიან ამათ რო აი ჯენზიკებს რო აკაცუკებს. ეუბნებიან აი სისხლები რაღაც ხალხს ხოცავდნენ და დედას უტყნავდნენ ხალხს. მობრძანდით. ქოცები რო ამას ეუბნებიან რომ ნაცები არიან სისხლიანები და აი რაღაცა 7 ნოემბერი რაღაცა და მე ამ დროს უცებ აი ბოლო 3-4 წელია 2000 სინამდვილეში 2019-დან მინიმუმ მოყოლებული, მაგრამ ბოლო 3 წელია ეს ექსტენსიურად უტარებენ 7 ნოემბერს, უტარებენ 26 მაისს, იჭერენ საჯიშე ვაშკაცებს მართლა ეს რაღაცა და უცებ დაერორდა ეს ჯენზიკი რომ მოიცა რაღაცა ისინი მოიცა ხა რაღაცა და უცებ ანუ საკუთარმა იმანა რა ქვია საკუთარმა პროპაგანდამ უკმინა ქოცებს ტრაქში ეს ერთი და მე მეორე ამ ადამიანების კრიტიკულმა აზროვნების უნარმა ხო კი ბატონო რომ მოიცა რაღაცა ხა ისიც ეს ხო არის აი ორი რუსეთის თეორიას ჩვენთან იმას ნიშნავს რომ კარგი ხალხი არის რუსები ზოგი და ზოგი ისა კარგი ცუდი სინამდვილეში ორი რუსეთის თეორია არის ის რომ სამზარეულოს რუსეთი არსებობს და ეს რა ქვია გარე რუსეთი ქუჩის რუსეთი და ქუჩის რუსეთში იჯერებთ ამბობ იმას რასაც კი უბნება თავრობა და სამზარეულოში შენთვის რასაც გინდა იმას ამბობ სიმართლეს ბჭყალებში და აი ამ თაობაზე ეს აქ აი ქოცების ჩანაფიქრიც ეს იყო რომ კაცო ნაცები რომ იმას ცემენ ეს ცუდია და ესენი რო ხსემენ ჩვენს სტუდია, მაგრამ ამას ხომაღლა არ ვიტყვი და სამზარეულოში ვიტყვი რომ მოიცა ესენი რაღაც ესთები არიან, მაგრამ ხახან ამ თაობაზე ესეთი არა აქვს გენეტიკური ხელი მოჭიდება ვერ გააკეთეს ეს რომ ანუ გარეთაც ამბობენ მაგას რა კაროჩი ანუ ორი რუსეთი არ გამოვა აქედან ორი საქართველო არ გამოიჭედება ხო მოდი ვთქვათ პირდაპირ ჩვენ არ გვეშინია სიმართლის თქმის ანუ და ხო ბევრი ადამიანის დამსახურებაა ეგ რომ ჩვენ სიმართლის თქმის არ გვეშინია და პლუს ის რომ ეხლა საქართველო პატარა ქვეყანაა ანუ როგორც მაგალითად რუსეთში იმალება ეგ ყველაფერი ეგრე ვერ დაიმალება იგივე რა ვიცი მე მაგალითად აქციების დარბევა რო იყო ხო ეხლა ის სპეცრაზმენს რაც აკეთებინებდნენ ხო ის მე სახლში მიდის და ის სახლში წასვლა არ არის მოსკოვიდან სადღაც რავიმე მართლა ტრუსკავეთში სადღაც წასვლა ხო ეს არის თბილისიდან წასვლა 1 საათის გზაზე სადღაც ეგეთი და ტრუსკავეთი უკრაინაშია ოღონდ რა მნიშვნელობა აქვს არა მე ვიღაცები ისია არის ის რაღაცა ხო კარგი ხო ტრუსკავეთი მამუკას პონჩი ვახსენე ხო და ჩელიაბინსკი იყოს კაი ანდაბას მეზიზღებ ეგ სიტყვა არხანგელსკი ხო ეს სტეპებში წასვლა მოსკოვის ისა ხო და ვერ დაიმალება რა ეგეთი რაღაცა ეგრე იმიტომ რომ გინდა არ გინდა ისევ ეს სამეზობლოს თემა როგორც უარყოფითად მუშაობს ისე დადებითადაც მუშაობს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ შენ ეგეთი რაღაც გაკეთება გიწევს და ყველა მიცის რასაც აკეთებ რა ეხლა მართლა
ბოლო როგორც გურამი ყველა მიცის რასაც აკეთებ. ხო, ბოლო მოგიწევს სადღაც შეხვედრა მაგ ხალხთან და შენ როცა იცი რომ არ გაქვს კარგი საქმე გაკეთებული, ხო? ეს ხო არ არის მართლა რომ ის რა ქვია იმას ეს რა ქვია ყველა ვინც ეგეთ საქმეებს აკეთებს ის აქვს რა ქვია თავში დარწმუნებულია რომ კარგ რაღაც აკეთებს. არა, ბევრმა იცის რომ ცუდს აკეთებს და შეიძლება ღამეც არ ძინავს, მაგრამ ხო რა, მოკლედ. ხო. მაგრამ ეხლა ძალიან ჰუმანიზაციას ვცდილობ. არ ვცდილობ ჰუმანიზაციას, მაგრამ საბოლოო ჯამში იმის ახსნას ვცდილობ, რომ ვიღაცებმა ესე არაცნობიერად მაინც იციან, რომ არ აკეთებენ კარგ საქმეს და ვინც არ იციან, საზოგადოება აჩვენებს მაგას, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ. და ეს საზოგადოებრივი წნეხი ჩვენ ქვეყანაში მუშაობს. და არ გამოვა აქ ეხლა ეგეთი რაღაცა, რომ იგივე რავიმე იმის ის ახლა ხასის ფეხბურთელის ამბავი, ყოფილი ფეხბურთელის ამბავი არ გამოვა ეგრე, რომ შენ იქ პოლიციაში წახვიდე ვიღაცები ჩააბოზო შენი გაგებით და მერე ის რა ქვია, როგორც კაცმა ქუჩაში იარო რა. ეს მარტო მუშაობს, მართლა არაფერში არ გატარდება ეგ ამბავი. აი, იდე რა, ანუ მარტო მუშაობს იმაც რაღაც მომაკვდავ სათაობაზე, რომლებიც მარტო იმიტომ მუშაობს, რომ საბჭოთა იმაში გაიზარდეს და ქართული ოცნება ვერ რაც არ უნდა გაიჭინოს და გაიხეს პროჭზე, თუნდაც შალვა რამიშვილი და სხვა პროპაგანდონები ვერ შექმნიან ისეთ პროპაგანდას, როგორც იყო საბჭოთა კავშირში. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი იმ პროპაგანდას დახოცვები უძღოდა წინ. თქვენ მაგას ვერ იზამთ. და მე იმიტომ რომ ეგეთი ჭკვიანებიც არ არის. მე იმიტომ რომ ასეთი ჭკვიანებიც არ ახართ რომ აი ესე განათლებული თაობა გამოაყლევოთ. არ გამოგივათ ბერკლეში არის ეს ხალხი დასავლე. ხო და იგივენაირად აი ყველაზე მეტად მე მეზიზღება ის რომ ეს ოპოზიციის ბრალი ამათ დაუთმეს ქრისტიანობა. არა მარტო ქრისტიანობა დაუთმეს. ამაზე მეც მინდა ლაპარაკი თქვი და მე ვიტყვი. მე უკეთესად ვიტყვი, ამიტომ შენ შეგიძლია აღარ თქვა. მე მას ვიტყვი, სხვა მინდა შევხედავ ყველაფერს პრიზმით. ანუ საოცარი სისულელე დაუშვეს ამათ. აი, ნუ ჯერ ესეთი მოდი ახლა შიზოფრენიაში გადავიდეთ რა, მაგის დედა მოვწყან. ყველამ კარგად იცის, რომ ყველამ კარგად იცის არა, ყველამ არ იცის, მაგრამ ყველამ გაიგოს, რომ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მარცხი და ემათი რა ქვია, ამათი მოთესალება იყო განპირობებული დიდი წილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა ის რა ქვია სამდინოს სამინისტროს Committee of Affairs State of Affairs რა ქვია გას ფულაკლეს კიდია ჰილარი კლინტონის მიერ ვა ძლივს თქვი ის ყველა მიცის რომ ეს იყო იქ რა იმიტომ რომ ნუ ჩემი აზრით ეს უკვე შიზოფრენია იმას რა ქვია ობამას უნდოდა იმაზე რესეტ ღილაკზე ხელის დაჭერა იქიდან პუტინიდან იყო ის რომ ეს არ სააკაშვილი არ მომწონს რა რაღაცა და მე თვითონ ოკეი კაი რა და აქ აი ფაქტობრივად ყველანაირად ძირი გამოუთხარეს სააკაშვილს εμას რა ქვია ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანუ ჰილარი კლინტონმა და გიგა ბოკერიამ აქედანაც არ იყო ეს რა ქვია ხელშეშლა მაგაზე პირიქით თვითონ ეს ეგრეთ წოდებული ნაცები მაგალითად გიგა ბოკერია ეხმარებოდნენ ამერიკელებს და ეუბნებოდნენ რომ მიშა გასაშვებია ну მოკლედ ეხლა ის თქვა მინდა აქ ამ ხალხმა რომელმაც ძირი გამოუთხარა საქართველოს მშენებლობას არა მარტო ამ ხალხმა მაგაც ქართველების წვლილიც არის და რუსების წვლილიც არის რა თქმა უნდა მაგრამ ნიშნულოვანი წვლილი ითამაშა ამერიკის შეერთებულმა შტატების დემოკრატებამ მოკლედ მემარცხენე იდეოლოგიამ და ამ მემარცხენე იდეოლოგიის შგიას უზრებოდა ოპოზიცია ტრაკში 2012 წლიდან დღემდე რა ვიცი მე ძალიან დიდი ნაწილი რომ აი ხო რა ქვია ახლა ნუ რამენაირად არ გავაბრაზოთ ეს რა ქვია მაგას ობამა ან ჰილარი კლინტონი ან ის იდეოლოგია რომელიც ამის დგას მაგრამ ტრამპს რა რეაქცია ქონდა 2016 წელს აი ეს ნარინჯისფერი ჰიტლერი მოვიდა და რაღაც ყლევებს იძახდნენ და მე ეხა უკვირთ რომ რა ქვია კონსერვატორი ამერიკელები დღეს არ არიან მაინც და მაინც მოტივირებულები იმაზე რომ შენზე რამე გააკეთონ ანუ 10 წელი აგინებ ყლე ხარ აბარა ხარ და ну მოკლედ ეს იმათ მიმართ რიტორიკას გულისხმობ მაგრამ ერთი არის კიდე აქ შიდა რიტორიკა რომ იქნება რამენერად ობამას მოვაწონოთ ეხა თავი და აქ ჩვენ დავიწყოთ ყლევების ლაპარაკი რომ პირველ ადგილზე გამოიტანოთ LGBT უფლებები და ისეთი რაღაცები რაც საქართველოში პრობლემა არც არის სინამდვილეში მაგალითად ვერ ვიტყვი მაგალითად რაღაცებს რასაც ვერ ვიტყვი ხო და ამან რა შედეგი გამოიღო ეხა დაუტოვეს ქართული ეთნიკური ეს რა ქვია შემადგენლობის დაცვა ფაქტობრივად ჩააბარეს ქართულ ოცნებას თქვენ ლაპარაკეთ მაგაზე ჩვენ არ ვილაპარაკებთ იმაზე რომ ძალიან ბევრი უცხო ტომელი არის საქართველოში შემოსული და მართლაც რომ სამსახურებს ართმევენ ახალგაზრდებს არ ვილაპარაკებთ იმაზე რომ
გარყვნილი ნამდვილი ქრისტიანობა რუსეთიდან კი არ მოდის ევროპიდან და არ კათოლიციზმზე არ ვლაპარაკობ ამაზე რა ქვია ქრისტიანულ ფასეულობებზე მოდის ევროპიდან დაუთმეს იმას და რა თქმა უნდა რუკოცემ მაიღეს და თქვენს რომ აი რუსული ქრისტიანობა როგორც არის ის შემოგვასაღეს ჩვენ ნამდვილ ქრისტიანობად აი ეს რუსეთში 6% რო დადეს მარტო ეკლესიაში და მე ყველა რო ტრაქში ტყნაურობს და ესენი რო არიან რა ქვია პიდარასტები და შიცი რო ჭირს ყველას აი ეს ქრისტიანობა შემოგტანეს ჩვენ კიდე რა ვიცი მე რა არის ესეთი ქვეყნის სიყვარული და რაღაცა ეს დაუტოვებს ქოცებს რომ აი ის კი არ გამოდიოდა ჩვენ ნამდვილი პატრიოტები ვართ და ჩვენ ვიყვარს საქართველოს რაღაც ქვა რეტორიკის დონეზე იმას მაინც ეთქვათ რომ ქვა შევჭამ საბჭოების თვინა არა ეს ყლეობა შეტენეს ქოცებს და იმათ ალაპარაკეს ეს ყველაფერი და მოკლედ სირები არიან რა და ეხა უკვე დრო არის რომ დაიბრუნოთ ეს არა ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტები ჩვენ ვართ ნამდვილი ქრისტიანები ჩვენ ოპოზიცია კი არა, ჩვენი ამომრჩეველი. ახლა ნიკა გვარამია ქრისტიანი არ არის ნამდვილი. მაგრამ ის ვინც აკითხარეს არის მარტო, იმიტომ როგორც ჩვენ შეიძლება საერთოდ საკუთარ თავს არ აიდენტიფიცირებდეს ქრისტიანად, მაგრამ ქრისტიანულ ფასეულობებთან ახლოს ყველაზე მეტად აქეთ მხარე არის ვიდრე ისინი. ისინი როგორც გარყვნილები და პიდერასტები არიან. და ეს უნდა იყოს სალაპარაკო ცენტრი და ახლა მარტო მე რო ვლაპარაკობ ამაზე და ლევან ხაბეიშვილი ეს ვისი ბრალი და გუბას სანიკიძე კიდე ეს ვისი ბრალი არის ყლეების და თქვენი ბრალია ეს რა ქვია ნუ ახატავე პირველის განსაკუთრებით რა მე სამი პოინტი დავიჭირე შენ ლაპარაკებში და სამივეს ახლა სხვა მხრიდან გავშლი კაი მიდიება შიზოფრენიას რო ეს რა ქვია კაი ჩემი შიზოფრენია ის იყო რომ ქოცები მოაყვანინა ამერიკამ ხო აი დავამატებ ქოცები აი ეს არის ძალიან ისეთი გამიგზელდება ხა, მაგრამ არ აუშავს. რა ინგვიშლის ხელს. ქოცების და რუსების ლაპარაკის talking point-ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის აი ეს, რომ თვითონ რაც საკეთებენ, გაბრალებენ შენ. ზელენსკის აბრალებენ იმას, რა ქვია, ნარკოტიკების კოკაინის მოხმარებას, ანუ მთელი რუსეთის ბომონძღი არის კრაკადილში გასული და კოკაინში და რაღაცა კვლევებში. პიდარასტობას აბრალებენ სხვებს, ვიცით რომ ყველაზე დიდი პიდარასტები რუსები არიან, ჯარშიც კი. გარყვნილებას აბრალებენ და არა ქრისტიანობას თვითონაც ყველას ნაკლებად ქრისტიანები. მოკლედ, იგივენაირად ქოცებიც ასევე არიან და ამავე ლოგიკით შემდეგი ნაბიჯი რომ აი 2003 წელზე ეს არის ძალიან მაგარი გავრცელებული მითი რომ რუსეთმა და ამერიკამ ერთდროულად მოახდინა ვარდების რევოლუცია საქართველოში. ქართველი ხალხის კი არა, ან მიშას მოხდენილი კი არ არის. მან რა ქვია მოსკოვში დარეკა ბუშმა ეს მინდა ისე წეჩი ჯორჯ აუცილებლად და ესე მოახდინა პუტინმა მოახდინა ვარდების რევოლუცია. აი ამის ჯერად ქოცებს, მაგრამ სინამდვილეში ამერიკამ და რუსეთმა ერთდროულად ქართველი ხალხის ხელშეწყობით მოახდინეს 1 ოქტომბერი ამ ქვეყანაში და ამაზეც დრო არ აქვს სხვათა შორის ილაპარაკოთ თქვენ ნაცებო, ვინც ბევრი უსმენს ამას და ძალიან კარგად იცით რაზეც ვლაპარაკობ. ეხლა რომ რამხელა ზეწოლა იყო იმედად რა ქვია ამერიკის საგარეოდან რომ თქვენ დაგეთმოთ ხელისუფლება. არა სამართლიანად, არამედ აი უნდა წახვიდეთ თქვენ რა. აი ეს რამდენი იყო დრო ილაპარაკოთ ამაზე. დიახ. ხო, ეხლა რაც შეეხება მაგ ყველაფერს ცოტა ეს სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ რა. პირველი ძალიან დიდი პრობლემა ჩემი აზრით რაც იყო, ეს არის, არ ვიცი მე ის ხო გაჩვენე შენ რაღაც წიგნი რო აღმოვაჩინე ბუკინისტებში. აი მაგალითად ნაკაკაბაძეს რო ქონა თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია და ანუ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისთავად ახმული იყო როგორც რაღაცა კარგი რა, ესე იგი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, უდრის კარგს, რაც ესე არ არის რა საბოლოო ჯამში. ნაკაკაბაძეს რო ქონა თავისი უბის რა ქვია არასამთავრობო. ამას მათ შორის ამერიკიდან აფინანსებდნენ რა. რაღაც სხვადასხვა ფონდები რა NDI მაგალითად. NDI თუ NEDI არ მახსოვს რა ხო როგორი NDI იყო. ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ ამერიკული ფული ამაში იდებოდა რა ძალიან სამწუხარო არის და ეხლა პოლიტიკა ამერიკაში ანუ ამერიკა იმიტომ ამერიკა რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი პოლიტიკა აქვს რა ხან იღებს რაღაცა პაქს ამერიკანა არის და ამერიკა პირველია და იქ თავის იდეოლოგიას ავრცელებს ხან იზოლაციონისტური არის ხან რაღაც ბარაკ ობამა მაგალითად რავი ხან აქეთ იყო ხან იქით იყო რაღაც გაჭედილი იმაში რა ქვია თავის თავში და პირველი დიდი სამწუხარო ამბავი ეს არის რომ აი ეს ყველაფერი უცხოიდან ფინანსდებოდა რომ მათ ნანაკაკაბაძის მსგავს ხალხს ყლევები ელაპარაკა საქართველოზე და იქ რა ქვია მე ევროპაში და ამერიკებში მოხსენებები ეგზავნა იმაზე თუ როგორი ცუდი ქვეყანაა საქართველო. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ქოცები რასაც თვითონ აკეთებენ გაბრალებენ შენ. ეხლა ხო ამბობენ რომ ეს ევროპა იქიდან აფინანსებს აქ რო ჩვენ რაღაცა ამას აკეთებდნენ ნაცების წინააღმდეგ დასავლეთი. ეს ერთი პოინტი. ეხლა მეორე ამბავი ანუ რა
რაც შეეხება აი ქრისტიანობაზე და ასე შემდეგ და სხვა რაღაცებზე რა. ანუ და ლევან ხაბეიშვილს რო ლანძღავენ მაგალითად ხო? ანუ და არავინ რო ალაპარაკოს მაგაზე. ნახე, იგივე პრობლემის წინაშე ვართ რა. ანუ არსებობს რაღაცა ბაბლი, რომელსაც რაღაცა ვის რა ქვია, იდეები აქვს და ისინი აქვს რაღაც წარმოდგენები იმაზე, როგორ უნდა იყოს საქართველო და ოკეი, კარგი წარმოდგენა შეიძლება იყოს ეგ საქართველოზე, რომ აი რაღაც ყველა ადამიანის უფლება დაცული etc. მაგრამ ანუ ნახე რას აკეთებს, როგორც კი გამოჩნდება ვიღაც პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილი და იტყვის ისეთ რაღაცას, რაც average ქართველისთვის, ანუ საშუალო სტატისტიკური ვიღაც რავი გიორგისთვის მისაღები არის, მაგალითად იგივე პაკისტანელებზე ან რავიმე ინდოელებზე რომ რაღაც საიმიგრაციო პოლიტიკა გვჭირდება და ესე რაღაც ყველა მეორე არ უნდა შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში. კვაზნოი არ უნდა იყოს ქვეყანაში. ამ მაგას როგორც კი იტყვის, ეს ხალხი რაღაც აკაკანდება და აჯვამს ამას, მე ამ ტიპს უჩდება კომპლექსი რაღაცებზე ლაპარაკის, ეს პრობლემა იზრდება საშუალო სტატისტიკური ქართველის იმაში, რა ქვია, წარმოდგენაში და როგორც კი ეს პრობლემა გაიზრდება, ხოცებს გამოყავთ ვიღაცა პროქსი ძალა ან თვითონ თავისი თავი და ამ პრობლემის გადაჭრას თვითონ სთავაზობენ. იგივე იყო მაგალითად ნარკოტიკების თემაზე. ლევან ხაბეიშვილის გარდა რა ვიცი, ვინ ლაპარაკობდა ნარკოტიკების თემაზე, რომ აქ სრული ბალაგანია მართლა, ვინ რას სადიჭხირავს და სადყრიან შპრეცებს კაცშვილმა არ იცის, ხო? ამაზე ლაპარაკი, ამაზე თვითონ დაიწყო ლაპარაკი. ეხლა ეს უცხოელები რა, ანუ ტიპი ლაპარაკობს მაგას, საშუალო სტატისტიკურ ქართველს, ანუ ამის მოსმენა უნდა საბოლოო ჯამში და მაგითო უჭერს ხარს, ეს რაღაცა ნაწილი ამის გამო აკრიტიკებს, მე ამ ტიპს ამაზე რაღაც ვეღარ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე და ქოცები გამოდიან მერე და მოყავთ ისეთი ტიპი, რომელიც ანუ ნახე ერთადერთ პრობლემას ამ ქვეყანაში თulis იმას, რომ მართლა ვიღაცა უცხოელი ჩამოდის საქართველოში და უნივერსიტეტში სწავლობს. ანუ არა მარტო იმას აკეთებენ, რომ ამ პრობლემას თავიანთ გაჩენილ პრობლემას თვითონ აგვარებენ, არამედ პრობლემის თავს ცვლიან. იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილისთვის მაგალითად რუსების პრობლემა ამ ქვეყანაში და რა ვიცი მე უთქვამს, რომ მაგ რუსებს უნდა ჩამოვართვა ეგ ქონება, რომელიც ახლა შეიძინეს. ჩემი აზრითაც პირველი პრობლემა, პირველი უცხოტომელი საქართველოში, რომელიც პირველ რიგში ანადგურებს ამ ქვეყანას რუსი არის, იმიტომ რომ რუსი პირდაპირ ფიზიკური მტერია ჩემი რა. აი ეგეთი მტერი სხვა არ არის. ხო და ერთი ის რომ ისეთ ადამიანს რომელიც მეტწილად ამად მხარეს არის რა, ანუ ამ ბაბლის მხარეს არის, ეგეთ ადამიანს რიყავენ და ტიპი რომელიც იძახის რომ ეს რა ქვია, ამ ქვეყნის პრობლემა არიან მარტო რა ვიცი მე ინდოელები და რუსებზე სიტყვას არ ამბობს და მზედამთვარი ამოსდის რუსეთზე, ეგეთ ტიპს აძლევენ საშუალებას რომ რეიტინგი აიმაღლოს რა, იმ საშუალო სტატისტიკური ქართველის იმაში რა ქვია, წარმოდგენაში. და არ შეიძლება მაგის გაკეთება, ანუ ხო უნდა დაფიქრდეთ ცოტა ხანი. და ის რა ქვია, მესამე ახლა ეს რაღაცა საქართველოზე და ქრისტიანობაზე რა, აი ნახე, აქაც უდიდესი პრობლემა ისაა, რომ ეს რა ქვია, აი ეს ჯენზიკები რა, ჩადიან რაღაც რა ვიცი მე, ან თავის რაღაც მშობლიურ ქალაქებში თუ რა ვიცი მე, სოფლებში და იქ რომ მიდიან ხალხთან და ეს ხალხი არ არის ხო, კოცი, ეს ჯენზიკები ვინ ჩადიან, ელაპარაკებიან იქ ვიღაცა პოტენციურ კოცებს, ან ვიღაცა ის ტიპებს, რომელიც პოლიტიკით არ ინტერესდება, ხო? და მიდის იმ ტიპთან და ელაპარაკება რაღაცა ყლეობებს, ბიჭო, ანუ რაღაცა იცი რა, რეალურად აი რაღაც ის ტიპი დაგას მაგალითად რა ვიცი, სუფრაზე არის მაგალითად და ის ტიპი იძახის რომ საქართველოს რაღაცა დიდგორის ომში ისეთი მაგარი ქვეყანა ვიყავით, რომ წმინდა გიორგი წინ მიგვიძღო და ეს ტიპი გამოდის რომ იცი რა, ანუ რეალურად წმინდა გიორგი არ არსებობს. კაი, ნუ გაატრაკე, ანუ ყლეობა ეს ბიჭო, არ შეიძლება რა, ეგრე ანუ სტრატეგიულადაც კი არასწორია რა. ხო. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რომ შენი თავი რაღაცა პედესტალზე დაიყენო და იქიდან ელაპარაკო სხვა დანარჩენებს, ანუ ვერაფერ პრობლემას ეგრე ვერ მოაგვარებ. ხო, ვერ მოაგვარებ ეგრე პრობლემებს, რაც არ უნდა, რა ვიცი მე, სიმართლეების გჯეროდეს და რაც არ უნდა ობიექტური იყოს შენი წარმოდგენები, რა ვიცი მე, ისტორიაზე იქნება თუ კულტურაზე თუ რაზეც გინდა იყოს რა. იმას ისე უნდა დაანახო ეგ ყველაფერი, რომ ანუ ადეკვატური იყოს რა იმისთვის და მოსასმენი იყოს, თორე ანუ მართლა საშუალო სტატისტიკურ გიორგის ცნობილს როგორ ჯოუს არ მიუღია განათლება ბერკლიში და იმან არ იცის რა ქვია კვოტები მინიმალური ხელფასი და წმინდა გიორგისაც წამს. ხო და ეგეც წამს და ეხლა შენ რომ მიდიხარ იქ და მართლა ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკები დაგიძახებს მე ის პიდარას წინს და ანუ არ შეიძლება რა ეგეთი რაღაცა. და ეხლა რაც შეეხება იმას რა თვითონ იმიგრაციის პრობლემას. ეს ძალიან ნაცადი ხერხი არის ზოგადად, რომ ამ შემთხვევაში ესე გამოიყენეს, რომ რაღაცა პრობლემას შემოაგდებ შენით და ეს ხოცებმა შემოაგდეს იმიგრაციის პრობლემა. მიშას დროს ეს არ იყო.
არ იყო მიშას დროს იმიგრაციის პრობლემა. არც რუსები არ იყვნენ მაგდენი, ანუ მაგას ხო ატრიალებენ, რომ ის რუსებს საზღვრები გაუხსენით. ხო, მაგრამ შეცდომა იყო ცალსახა მიშას ეს. არა, ხო, იქ ცალსახად არ უნდა ყოფილიყო. და ასე მგონია ბოკერიას იდეა იყო. მაგრამ მან ორი პოინტი არის რა, გადავუხო ცოტას, მაგრამ ერთი ის, რომ 2008 წლამდე კი საქართველოს ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, იმიტომ რომ ომი არ გვინდოდა მართლა და არავის არ უნდა თავის ქვეყანაში ომი, თუ ეს რაღაც აუცილებლობა არ არის და მაგიტო არის 2008 წლამდე განცხადებები ისეთი, რომ რაღაც რუსეთთან მეტნაკლებად ადეკვატური ურთიერთობა შევინარჩუნოთ და 2008 წლის ომის მერე საქართველოს ეკონომიკა არის განადგურებული და რაღაცა გჭირდება ქვეყანაში და მათ შორის ახლა ეს რა ქვია, ქვეყანა რომელიც თავს დაგესხა, კი გეთანხმები რომ ეგ არასწორი იყო, მაგრამ მანდაც კიდე ანუ რაღაც რა ვიცი 2000 ლოგიკა ეს არის რომ აი ჩვენ ვაჩვენებთ რა მაგრამ ვითარდებით, მაგრამ ეს არის ბოკერია რომ მოიფიქრებდა ეგეთ რაღაცა. ნუ ერთი ის რომ რამაგრა ვითარდებით და მერე ის რომ იგივე რაღაც ისიდია რომ კარგი რუსები ჩვენ არ გვძულს და ეს რაღაცა აქაც ეგ სენტიმენტი რომ ჩვენ რუსები არ გვძულს რეალურად და რაღაც ეგეთები რა. ტრაკის თამაში. ხო და რასაც ესენი ემიგრაციის ხრივ აკეთებენ, ეს არის ძალიან ნაცადი მეთოდი, რომ რაღაცა პრობლემას შემოაგდებ, მერე შექმნის ქაოსს და ხალხი დაიწყებს ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნას. მე შენ თუ შესთავაზებ ამ პრობლემის მოგვარებას, ანუ გადაჭრის, რაც არის მაგალითად იქნება ის, რომ ახლა, ნუ თქვათ ეს ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიც ჩვენს დასავლეთით მდებარეობს, ესე ხდება, რომ შეყრიან ვიღაც ხალხს შიგნით, მერე ის ვიღაც ხალხი თავის ბუნებას გამოავლენს და კრიმინალი აიწევს და მერე ამაზე პასუხი იქნება ის, რომ ისა მეტი პოლიცია გვჭირდება და მეტი ისა რა ქვია, ინტერნეტ ID გვჭირდება და რაღაცები, რომ გავაკონტროლოთ ესენი, თქვენ არა ესენი, რაღაც ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაც არის ნაცადი მეთოდია. აქაც იგივე საკეთებენ ახლა, პროსტა აქ პირდაპირ ეთნიკური ჩანაცვლებისთვის საკეთებენ ამას. და პირდაპირ ხალხის გაღატაკებისთვის, კაცო. ქართველ ახალგაზრდა კაცს დაუტოვეს, ჯერ დაუტოვეს ერთი სამსახური კურიერობა. ნუ ესეც ოღონდ იმიტომ დაუტოვეს, რომ არ მოელოდნენ, რომ ეს ინდუსტრია განვითარდებოდა, თორე ისე ყველაფერი დედა მოუტყნეს ყველაფერს. ეს ერთი სამსახური დაუტოვეს, აი ჩვეულებრივ უნივერსიტეტში რო სწავლობს და თან ამავდროულად მუშაობა რო უნდა, სპარში 300 ლარი აქვს ხელფასი, იქიდან კიდე რაღაც სწორნა შეუძლია თუ გაიჭიროს. ეს ერთ სამსახური ქონდათ და რა გააკეთეს? აპანიკაში ჩავარდნენ, რომ ვაიმე ქართველი ახალგაზრდა შრომას სწავლობს და რა ქნეს? შემოყარეს ვიღაცები და ამ ვიღაცებთან არალეგალურად, ბიჭო, საქართველოში არალეგალური მიგრაცია როგორ შეიძლება მოხდეს? ვინ შემოდის აქ არალეგალურად? რიო გრანდე გაქვს, რომ მექსიკელები გადმოვიდნენ? როგორ? ანუ თვითმფრინავში ჯდებიან, მოდიან და რჩებიან აქ და შენ ეს არ იცი? რა სისულელეა, ხო და მოკლედ დაუთმეს ამათ ეს ასპარეზი და თან მე თავისი shell კომპანიები რაც არის რუსეთთან შედარებით Yandex-ზე, მაგალითად Yandex-ზე ამუშავებენ ინდოელებს, რა ქვია, და ყაზახ და ვიღაცებს, უცხო ტომელებს, რომ ქართველები ეს უკვე სტუდენტების არა, მაგრამ უფრო დიდი ასაკის ხალხის სამუშაო იყო, მაგრამ სტუდენტებისაც იმასაც წაართვეს, ტაქსისტებსაც წაართვეს, მე Yandex-იდან დაიწყო სხვათა შორის Yandex-ის food delivery-ით დაიწყო ეს ინდოელი კურიერები და მე Glovo-ზეც და რაღაცაზეც გადავიდა, იმიტომ რომ იმათ უკვე ჭირდებოდათ ეს, თორე კონკურენციას ვეღარ უწევ, იმას სამლარს რაღაც არ ვიცი რა კურიერის რეიტები არ ვიცი. და ეს პატარა ეს რაც ქონდა ქართველ ახალგაზრდას, რომ ფული ეშოვა, შრომა ესწავლა, ესეც წაართვეს. და რატო ეხა ეს რა არის? ერთი არის ის, რომ რა თქმა უნდა განათლებული და შრომის მოყვარე არ უნდა იყოს ქართველი ახალგაზრდა კაცი. ამაზე როგორ ერთხელ გავაკეთებ ვიდეოს, რას უშვებიან ქართველ კაცებს ესენი, მაგრამ კაცს შრომა არ უნდა უყვარდეს და ფული არ უნდა ქონდეს და უსრა ქვია, ამავდროულად ეთნიკური ჩანაცვლებას ხდება რა. ქართველები მიდიან აქედან გაყარეს, რამდენი, რავი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 20-20-დან მოყოლებული, ბიზნესამ გაყრას რო თქვა წადით ამ ქვეყნიდან, რომ იმის მერე, რავი, რამდენია? ერთი 400,000 კაცი ხო იქნება გასული ქვეყნიდან. 400,000-თან ახალგაზრდა. ის კი არა, ნუ მანონებიც გადიან, მაგრამ ახალგაზრდები გადიან, ის ხალხი, ვინც მომავალი უნდა შექმნას, ისინი გაედინებიან აქ. ძალიან ჩვეულებრივი ის არის, მათემატიკა არის ჩვეულებრივი, რასაც აკეთებენ ესენი. მინუს ქართველი, პლუს სხვა. არ შეიძლება ეგეთი რაღაც ნახე, გარდა მაგისა, არ ვიცი ახლა მაგალითად უცხოეთში ვინც მიდის ჩვენგან სასწავლებად, ხო, რა ვიცი, მე ევროპაში რო ჩახვიდე შენ სასწავლებად, როგორც კი შენ სასწავლებად ჩადიხარ, ერთი ის რო ძალიან ხო, მაგის თქმა მინდოდა, ბოდიში. მაგის თქმა მინდოდა, რომ სტუდენტი უცხოელი, გინ ინდოელი იყოს, გინ პაკისტანელი, გინ ყაზახი, გინ რუსი არა, გინ ბელარუსი, გინ რავი მე გერმანელი ან ამერიკელი ან კანადელი, არც ერთ არ აქვს პრობლემა, იმიტომ რომ ის მით უმეტეს საქართველოში დასარჩენად არც ერთი არ მოდის აქ სტუდენტები. ინდოელები მოდიან აქ, იმიტომ რომ მიიღონ ევროპაში სერტიფიცირებული დიპლომი და მერე ვიდიან იქ და ეხა იქ იმათ მიხედონ არ მაინტერესებს რა იქნება. და აქ ჩვენთან ეგენი არჩეული, არასდროს არ იყო სტუდენტები პრობლემა აქ.
პირიქით, აი საქართველოში დოლარის ინფლუქსის ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იყო უცხოელი სტუდენტები. და რა ქვია, ეხლა რაკნეს, სინამდვილეში მაგის გაქრობაც უნდათ, რომ ვერე ახლა შემოგთავაზენ ამ პრობლემის გადაჭრას და გეტყვიან, რომ ეცი რა უცხოელი სტუდენტები ხო არ შევზღუდოთ? და რა თქმა უნდა, მე ამით მოტყნავენ ყველაფერს. ხო, ეგ უნდა პირველ რიგში უნივერსიტეტებს. პირველ რიგში ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მაგ პრობლემის ის ხდება რა, მოკლედ გადასროლა ისრების სხვა მხარეს, რომ მხარესაც ნუ ყოველ შემთხვევაში იგი პირველი პრობლემა არ არის ამ ქვეყნის, რომ ვიღაცა სასწავლებლად ჩამოდის და მიდის, ეს ერთი. ანუ ნახე, უცხოეთში თუ მიდიხარ შენ სასწავლებლად ხო, რა ვიცი, რა ვიცი, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში ხო? ჯერ ერთი რომ იქ შენ გაქვს ისეთი პირობები, რომ რაღაცა სწავლაც გიფინანსებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ცხოვრებას გიფინანსებენ, რაღაც შემთხვევაში არ გიფინანსებენ ამ ცხოვრებას რა. მაგრამ ნუ რაღაც ნორმალური სახელმწიფოა და მეტწილად ფულს გაძლევს იმისთვის, რომ თავი გაიტანო და შენი მუშაობა არ დაგჭირდეს რა. მაგრამ დაუშვათ აი მუშაობა დაგჭირდა, ანუ არავინ არ გაძლევს შენ ევროპაში იმის უფლებას, რომ ეგ რა ქვია 24/7-ზე იმუშაო და ეგ რაღაცა მიხვიდე. ნუ ასეც არ ვიტყოდი. ნუ რა ვიცი, ბევრ შემთხვევაში ლეგალურად ვერ იშოვი მაგას. მაგას გულისხმობ, ხო, ლეგალურად ვერ იშოვი, ხო, აი მაგალითად რო წახვიდე გექნება, რა ვიცი, მე რაღაც 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი, რაღაც რა ვიცი, მომსახურების სფეროში, შეგიძლება რომ რაღაცა გააკეთო, ან რაღაცა ისეთი სფეროები იქნება, რომელშიც ისეთი რაღაც მუშახელი ჭირდებათ რა. აქ რაც ხდება, რუსებით დაწყებული მაგალითად არის, რომ პარალელური ეკონომიკა იქმნება. და რუსეთიდან შემოდიან მართლა ეს რაღაც რა ვიცი მე, IT-ის ტიპები, პროგრამისტები, რა ვიცი, დეველოპერები, დიზაინერები, რაღაც ბევრი ვიღაცა, ქართველი ყლე ბიზნესმენები ზოგიერთი მაგათ ასაქმებენ სამსახურებში, იმიტომ რომ ის რუსია და იმას უფრო მაგრა ეცოდინება. მეტროპოლიტიდან არის ჩამოსული. იქიდან არის ჩამოსული და იმათ ასაქმებენ სამსახურებში, ესენი მე ანუ აქ ბევრ ფულს შოულობენ. გარდა იმისა, რომ ზოგიერთი დისტანციურად მუშაობს და უცხოურ კომპანიებში დოლარებს იღებს. უცხოურ ვალუტას იღებს და მე აქ საქართველოში ხარჯავს, რაც ცალკე ის რა ქვია, ფასების ინფლაციას იწვევს და საშუალო სტატისტიკური ქართული შეუძლებელი არის მე რაღაც. რუსის ჯიბეზე არის მოწყობილი. შეუძლებელი ხდება ბინის ქირაობაც კი და გარდა მაგისა მე უკვე რა ასაკეთებს, ხო რა შენ ქვეყანაში რომელსაც ესეთი პრივილეგია აქვს, ხო? მაგალითად, რა ვიცი, გერმანიაში თუ ჩადიხარ, ხო? მის დროს მერკელის დროს ეგრე არ იყო სამწუხაროდ, მაგრამ ეხლა უკვე სავალდებული ვარ რომ გერმანული ენა ისწავლო და იქ რაღაც კურსები გაქვს უფასოდ რომ შენ რო გერმანიაში წახვედი რაღაც პიკით ფულს გადაგიხდიან რომ მოდი ჩვენი კულტურა ისწავლე და ჩვენი ენა ისწავლე და ანუ მოახდინე შენი თავის ინტეგრაცია რა ამ საზოგადოებაში რომ თუნდაც 2 წლით იცხოვრო ან 3 წლით ან რაღაცა 2 სიტყვა უნდა გეთქმოდეს მაგენაზე და ესენი რაც საკეთებენ რუსები ხო იმდენად დიდი კომფორტი აქვს საქართველოს შექმნილი რომ ანუ სკოლებსაც კი თავის საკეთებენ რა ანუ არა თუ ქართულს არ სწავლობენ პირიქით პრეტენზია აქვს რუსულად არ ელაპარაკები და ეგით ადამიანს ანუ ის რაღაც მართლა ელარჯიკი არ უნდა უწელო უნდა უთხრა რომ საქართველოს გაუწელო ნაწლავები ხო საქართველოში ხარ შეყლეო და ქართული ენა მაქვს მე აქ და მკიდია შენ რა ანუ რაღაც რისი გაკეთება და ეს გონორი მარტო ინდოელებთან აქვს ხო ეგ გონორი მარტო ინდოელებთან იმიტომ აქვს რომ ეგ ამათიბრალია ბაბლელების და ვიღაცების იმიტომ რომ ანუ საშუალო სტატისტიკურ ქართველს მარტო ალტიმფოილი აბარაზებს მაგით იმიტომ რომ ის პრობლემას უსახავს როგორც იმიგრაციას, რუსებს არასდროს არ ახსენებს და მართლა პაკისტანელებს და ინდოელებს დაძდევს. ხო, ნუ გარდა მაგისა ეგ ერთია, მაგრამ მანდ ის არის რა ქვია, კაცო, მენტალური პრობლემაც არის ის, რომ აი ეს ამათ რუსები ხოცებს რა, ხოცებს და გუბე ხალხს, მართლა რუსები გონია ეს რა ქვია, რაღაც აი რომ ჩამოვიდნენ, რომიდან გვეწვიენ. და ეს აი მე გადიახ, ასე ლაპარაკებიან. ხო, მოკლედ დიდი პრობლემაა, ბევრი კუთხით, მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენი მაყურებელი ამ პრობლემებს 4 ოქტომბერს გადაჭრის. გადაჭრის და ასევე გაითავისებს ამ ყველაფერს, რაც ვამბობთ და არ შეიძლება ასე დავფიქრდეთ ცოტა. ხო. ანუ მოკლედ რო დავასრულოთ ხარ ვიცი, რამდენი ხანია ვჭობთ, მაგრამ ნელა წავიყვანოთ, იმიტომ რომ ცხვირი გამეჭედა უკვე და ეს უკვე შეიძლება. ამიტომ ბიძვირფასო რატი ხარ დღევანდელი დასკვნები რა შეიძლება გამოვიტანოთ ქოცების ტვინი არის გამოლაყებული არა მარტო პოლიტიკოსები brain rot ზომერებო მიხვდებით
თუმცა მეტი არაფერი მეტი არაფერი მეტი ის რომ ემიგრაცია თვითონ ძალიან დიდი პრობლემაა არა ჯენზიკებს ჭირდებათ რომ ქართული რეალობა აღიქვან რა ანუ მესმის რომ ანუ ამერიკის და ევროპის პოლიტიკა უფრო cool არის მაგრამ ანუ საქართველოსაც მოხედეთ და ხო ანუ გასაგებია რომ იქ რაღაცა ვაიმე რა მაგარი რეკლამა გააკეთა ნახე და რაღაცა საქართველოში რეკლამები არ უნდა გააკეთო საქართველოში გააკეთო ჯოხი და 4 ოქტომბერს მოხვიდე შვიდობიანი რევოლუციის ხო კი ბატონო და რა ვიცი წაიკითხეთ რაღაცეები წარსულზე განსაკუთრებით მე ამ რჩევას მივცემდი რა ფორუმზე წაიკითხეთ აგორა ყველაზე კარგი საშუალება არის ინფორმაციის გასაგებად რომელ ფორუმზე თბილისი ფორუმჯიზე კი იმიტომ რომ ეს კი მე ცალსახად ხარს უჭერ ამიდიერ რა რომ ფორუმზე შევიდე ბიჭო კი რა ფილის ფორუმზე კოცები სუფევენ ეგეც ეს ახლა გენაცვალე მაგრამ შენ თუ აბა რა სამფერი გავი აი იმ დროინდელი ეს ამას ამბო რა თქმა უნდა აბა რა მაშინაც კოცები იყვნენ მიჩას დროსაც კოცები რა ნუ პროტოკოცები იყვნენ მაგდენი არ იყვნენ ეს ერთი მაგრამ მეორე თუ შენ ინტელექტუალური რესურსი გაქვს ბევრ რაღაცაზე იქიდან გახვალ მერე და გამოხვალ და ბევრ რაღაცას გაიგებ მინიმუმ იუზერებს იპოვი რომლებიც ეხლა არ დავასახელებთ გამოიცანით იმ იუზერებს იპოვი რომლებიც მხვდები რომ სიმართლეს ამბობენ ხა კარდუ არა ეგ არისო ეგეთი იუზერი როგორ კაცო კარდუ შენ ვინ გონია კართურო ეწერა და ესა კაცო ნასარიძე არა მაშინ სხვაზე ამობ შენ ხო არა კარდუ იყო ნასარიძე გიგა ნასარიძე ესა რადიო ასხუთელი ხო არა ინგრიდ ჯოუს რო გავს ხო არა მე სხვაზე წავედი ხო გიგა ქვია რა მშულობა აბახე მოკლედ ძალიან კარგი საუბარი იყო მე მომეწონა ეს მეც ალბათ ხარს უჭერ და წადიხდა ამონტაჟი მადლობ ჩვენი დიდი მაყურებელი ურიცხვი ურია